დღემშვიდობისა მოგესალმებით. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან კარგია ჩვენთან ერთად რო ხართ. პირველი საათიდან თქვენსგან გარგულებაში ვიქნებით საათზე მეტი დროის განმავლობაში და სხვადასხვა თემით შემოგიერთდებით, რა თქმა უნდა. კი ბატონო, იმედი მაქვს რომ ისე საინტერესოა. ჩვენი ახალი რეჟიმით რომ მუშაობთ. ხო, არაჩვეულებრივად იმედი მაქვს რომ ჩვენმა მაყურებელმაც ღირებულად გაატარა ის პერიოდი, რა პერიოდიც ერთად არ ვიყავით. მოკლედ დავიწყეთ სამუშაო კვირა და მე მგონი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს ერთგულ მაყურებელს ძალიან საინტერესო სამუშაო კვირას ვპირდებით, ახალ-ახალი თემებით, საინტერესო საკითხებით და ახლა ნახოთ თუ დღეს რას ვთავაზობთ, თუ რატომ უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად, ასევე შეგახსენებთ რომ თუ არ ხართ სახლში, შეგიძლიათ თვალყური გვატანოთ სოციალური ქსელით, ქართული შრიფტით, დიდი შესვენება დაგვიმეგობრდით Facebook-ის საშუალებით, გვადევნეთ თვალყური, იყავით ჩვენთან კომუნიკაციაში და ჩვენ ვეცდებით რომ 24 საათის განმავლობაში ვიყოთ თქვენი ვირტუალური მეგობრები. ახლა კი ვნახოთ ანონსი. დღეს გადაცემაში ნახავთ, როგორია ერთი ინგლისურის გაკვეთილი. ვიხილოთ ნონა მგზავრიძის პირდაპირი ჩართვა. როგორია ხელმძღვანელის თანამედროვე მოდელი. თემაზე ვრცლად ისაუბრებს გაყიდვების დირექტორი ნონა დიასამიძე. მომავლის პროფესიები, ხელოვნური ინტელექტი, რეალობა და კიბერუსაფრთხოება. გადაცემის სტუმარია ტექნოლოგიების სპეციალისტი ზურა მესხიძე. მუშაობა და ემოციური გადაღლა, რას ნიშნავს პროფესიული გადაწვა. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ფსიქოლოგი რუსუდან კეჭაყმაძე. სპორტი და ჯანმრთელობა. როგორ შევინარჩუნოთ აქტიური ცხოვრების წესი. გადაცემის სტუმარია თეონა ლაფერაშვილი. მოკლედ ასეთი ამბებია, საინტერესო ისაა, რომ თუ დავაკვირდებით, ჩვენ იმენაზე ვლაპარაკობთ, რენაზეც ვლაპარაკობთ, ხო? თითქოს და თანდაყოლილია, არც არასდროს ფიქრდებით იმაზე, თუ როგორ ვლაპარაკობთ ამ ენაზე. რაღაცნაირად ვიზრდებით ამ გარემოში და ბუნებრივია ჩვენთვის მშობლიური ფიქრობთ კიდეც ამ ენაზე, თუმცა ასე ფიქრობს ყველა ამ პლანეტაზე, ხო? ნუ სხვაგან არ ვიცით ჯერჯერობით რა ხდება, ჯერჯერობით ცხოვრება აქედან ვერ აღმოაჩინეთ ვერსად, ამიტომაც ისევ და ისევ ხელმძღვანელობთ იმითი თუ რაც გვაქვს. სხვა ქვეყნები ვახსენეთ და იმისთვის რომ ერთმანეთს დავუკავშირდეთ ადამიანები, ჯერჯერობით ტექნოლოგიები არ ყოფნის მაინც ისე რომ დაუშვათ რაღაცის სწავლის გარეშე გავიგოთ. შესაბამისად, ყოველთვის დიდგანვე უბრალოდ ადამიანები მიმართავდნენ უცხოენის სწავლას. ეს იყო სხვადასხვა ტიპის საჭიროებები საუკუნეების განმავლობაში, ვაჭრობა იქნებოდა თუ რაღაც მოლაპარაკებები თუ ან უბრალოდ დაოჯახება. შესაბამისად, ნელ-ნელა მსოფლიოში სხვადასხვა გეოპოლიტიკური თუ სხვადასხვა უშუალოდ მიზნებით და მიმართულებებით გამოიკვეთა რამდენიმე ენა, რომელიც დღესდღეობით დომინირებს მსოფლიოში და რომელიც ასე ვთქვათ, მთავარი საკომუნიკაციო ენაა. და ვიცით ეს რამდენიმე ენა ხო ძალიან გავრცელებული რომელიცაა გასაგებია რომ ახლა ვიღაცა იტყვის ჩინურია მაგრამ ჩინური ძირითადად მაინც ჩინეთშია გავრცელებული და უბრალოდ იმის გამო რომ თითქმის 2 მილიარდი არიან ამიტომაც ასე ვთქვათ სოფლიო ენა ამის გარდა უშუალოდ ბიზნესში და სხვადასხვა დიპლომატიაში გამოიყენება ინგლისური ენა ეს დომინანტია შემდეგ მოდის მაგალითად ესპანური რომელიც ასევე სოფლიოში ძალიან გავრცელებულია და ნუ რამდენიმე ისეთი ენა რომელსაც ადამიანები სწავლობენ იმისთვის რომ მოიცვან ასე ვთქვათ დიდი მასა ადამიანების იმიტომ რომ არის რაღაც ენები რომელსაც ისწავლი და შემდეგ არა მარტო ერთი ქვეყნის არამედ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელსაც შეიძლება ეს ეგეთი გამონათქვამი ხო გავიგიათ რამდენი ენაც იცი იმდენი ადამიანი ხარო ხო და რამდენი ენაც იცი იმდენ ადამიანს მოაბრუნებ გაქცევას ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ლაპარაკობთ ინგლისურ ენაზე იმიტომ რომ რიგ ქვეყნებში სხვადასხვა დღეებში და სხვადასხვა დროს აღინიშნება ინგლისური ენის დღე და შესაბამისად ეს ენა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში ვიცით რომ მილიარდზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს ამ ენაზე და ზოგადად სწავლობს კიდევ უფრო მეტი ნახევარმა პლანეტამიც ის თითქოს ეს ენა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია კომპიუტერთან ერთად როგორც ამბობენ შესაბამისად ნონა მგზავრიძე დაინტერესდა თუ რა ხდება ხოლმე ინგლისურის გაკვეთილებზე როგორ რა პროცესები მიმდინარეობს და ახლა მის ჩართვას უნდა უმასპინძლდოთ პირდაპირ ეთერში. ნონა დღემშვიდობისა.
მოგესალმებით, მივესალმებით დიდი შესვენების ერთგულ მაყურებელს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ერთ-ერთ სკოლაში, სადაც მიმდინარეობს ინგლისური ენის გაკვეთილი და დღეს ჩვენი რესპონდენტი იქნება ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია დავითაშვილი, რომელიც მოგვიყვება თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში ინგლისური ენის ცოდნა და როგორ შევასწავლოთ მოსწავლეებს ინგლისური საინტერესოდ და როგორ იყოს ეს პროცესი უფრო აქტიური. თუ შეიძლება მოგვიყვებით, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ მოგვეცით ინგლისური ენის გაკვეთილზე დასწრების შესაძლებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა, ის უამრავ სფეროში წარმატების მნიშვნელოვან გასაღებს წარმოადგენს და ჩვენც აქტიურად მუშაობთ კლასში ყოველდღიურად, რომ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ვფლობდეთ ენას და ვიყენებდეთ ჩვენს ამ რესურსს წინსვლის და წარმატებისთვის. გაკვეთილები აქტიურად მიმდინარეობს, ინტერაქციული გაკვეთილები გვაქვს ხოლმე, დებატები, დისკუსიები იმისათვის, რომ მრავალფეროვანი და ჩართული საკლასო ოთახი გქონდეს, ვიყენებთ პროექტულ სწავლებას, ასევე პრეზენტაციებს, დისკუსიებს, გვაქვს გასვლითი გაკვეთილები არასასკოლო სივრცეში. და გამომდინარე იქედანაც, რომ ჩვენი სკოლა მულტიკულტურული გარემოა, უამრავი უცხოენოვანი ბავშვები სწავლობენ აქ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ინტეგრირებაც და ესეც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რომ განსაკუთრებულად იყოთ მზად მათთან ურთიერთობისთვის. საინტერესოა, რა სირთულეებს აწყდებიან მოსწავლეები ამ ენის შესწავლისას? ენის შესწავლისას ერთ-ერთი ფაქტორი, რაც გვიშლის ხელს, არის სხვადასხვა level group-ები, რაც ნიშნავს სხვადასხვა უნარებისა და სხვადასხვა დასწავლის ბავშვების ერთად ყოფნა, თუმცა ეს რასაკვირველია, კარგიც არის, იმიტომ რომ ერთად მუშაობისას ერთმანეთისგან უამრავ რამეს ვსწავლობთ, ასევე დიფერენცირებული სწავლება სწორედ ამას გულისხმობს, რომ სხვადასხვა უნარის ბავშვები ერთ სივრცეში სხვადასხვა მეთოდით სწავლობდნენ და ვითარდებოდნენ და ჩვენ ამას ვახერხებთ ნამდვილად. სამომავლოდ რა შეეხმარებათ მოსწავლეებს ინგლისური ენის ცოდნა, კარიერაში მაგალითად? პირველ რიგში ჩემი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში და ენის ცოდნა ამ კუთხით ძალიან დაეხმარა მათ, ასევე მოგზაურობა, გართობის სფერო, როგორც უკვე აღნიშნეთ, კულტურა, ბევრი სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენის ცოდნა. გარდა სკოლისა და აქ მიღებული ცოდნის, გარეთ სახლში როგორ გავიუმჯობესოთ ინგლისური ენა? არ მოზარდებმაც, მოზრდილებმაც, ყველამ ვისაც აინტერესებს მაგალითად. პირველ რიგში, რაც ვფიქრობ, ყველას აინტერესებს და აქტიურად იყენებენ, არის სოციალური სივრცე. აქ უამრავი ვიდეო მასალა, მოსესმენი მასალა, რომელსაც შეუძლიათ სახლში დამოუკიდებლად უსმინონ, უყურონ, წაიკითხონ წიგნები, რაც რა თქმა უნდა დაეხმარებათ ენის გაუმჯობესებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რომელი იქნება ცოდნის გასაუმჯობესებლად, რომელი აქტივობა, უფრო რომელი დაგვეხმარება? აქტიურად ვუსმინოთ და ვუყუროთ ინგლისურ ენაზე, რაც შეიძლება მეტ ვიდეო მასალას. და ჩვენი საყვარელი ფილმებიც ალბათ ინგლისურ ენაზე რომ ვნახოთ, უკეთესი იქნება და გამოგვადგება. თქვენ როგორი რეაქცია გაქვთ, როდესაც ხედავთ, რომ თქვენი მოსწავლე აუმჯობესებს თავის ცოდნას? ეს პირველ რიგში სიამაყის გრძნობა, პირველ რიგში, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრს მუშაობთ ამისათვის და როცა ხედავ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგს, ეს პირველ რიგში ძალიან დიდი სიამაყეა. ძალიან დიდი მადლობა. მე როგორც ვიცი, აქტივობები გაქვთ მომზადებული ჩვენთვის და რაც ვისაუბრეთ, შეუძლია ახლა მაყურებელმა თავისი თვალით ნახოს და დარწმუნდეს, როგორი კარგია ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისთვის, არ მხოლოდ მოსწავლეებისთვის. დიახ. შეგვიძლია დავიწყოთ? თუ შეიძლება ვთხოვთ მაშინ ბავშვებსაც, რომ მოიმზადონ და მაყურებელი ახლა იხილავს საინტერესო აქტივობას, რაც ხდება ამ სკოლაში ინგლისურის გაკვეთილზე ყოველდღიურად. We need to stand up right now. მოკლედ ისინი ერთიანად გებიან იმისთვის, რომ აქტივობა დაიწყოს. მოიმზადებიან ახლა ჩვენი მოსწავლეები. მე ვეცდები, რომ მათ ხელი არ შევუშალო. როგორც ხედავთ, ძალიან გრძელი რიგია და ძალიან საინტერესო აქტივობას იწყებენ ისინი. Okay. I will read out some statements, okay? And you have to first of all think about it well and decide do you agree with it or you disagree with it, okay? If you agree,
stand on this side. If you disagree, on the left, okay? So, first statement is, English is the most useful language. Do you agree or disagree? Okay, so everyone agrees that English is useful. Okay, now Lila, can you explain why do you think so? Because English is taught in every school, and it is the main language everywhere. So if you are, for example, traveling into another country, then most likely, for example, 1 in 2 people know English, so it's better and more important to learn English than any other language. ნამდვილად ინგლისური ამდენად მნიშვნელოვანია, რომ გეხმარება მოგზაურობისას თითოეულ ადამიანთან კომუნიკაციაში. Okay, now go back, please, again. And another statement. Learning English is the key to success. Do you agree? Okay, everyone agrees, right? ყველა ეთანხმება, რომ ინგლისური წარმატების გასაღებია. Could you please explain why do you think so? As Lila said, English is the mostly used language in every country, and everyone uses it when you travel, in online games, watching movies, and some other things. So if you learn English, you will be successful. თუ სწავლობ ინგლისურს, წარმატებული ხარ, იმიტომ რომ ყველაფერში გეხმარება საყვარელი ფილმების ინგლისურად ნახვაშიც და ქვეყანებში მოგზაურობისთვის. Okay, go back and one last statement. Think, okay? The importance of English will continue to grow in the future. Do you agree? Will it continue to grow or that's it? What do you think? So, you think that growing English will continue, the importance of English will grow in the future? Okay, Anna, what do you think? English is now international language, and I think that in most of universities and schools in other countries, you need English, and in some countries we still don't. In some countries, still people don't learn English in small countries. So I think it will grow, and even in the small countries, the learning English will grow. Yeah. Thank you. Go back again, and now please, the 6 people who sits here, take your places. განმოინაცვლებენ თავიანთ ადგილებს დაუბრუნდებიან მოსწავლეები. შემდეგი აქტივობის დროა, როგორც ხვდებით, ხო, ქალბატონო? დიახ, დროში რადგან ვართ შეზღუდული, თუ შეიძლება დავიწყოთ მეორე აქტივობაც. ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი, როგორც ჩვენი მაყურებელი ხედავს და მოვემზადოთ მეორე აქტივობისთვის ოპერატორს ვთხოვ აჩვენოს კადრში. როგორც ხედავთ, წრეს ვქმნით ამჯერად. It's an inner-outer discussion activity. So the inner circle discusses the question, outer circle concludes. Okay? Okay. So the question is it good or bad that English is used everywhere? What do you think? Is it good or bad? For me, it's good because you can communicate easily in other countries and with people. So you can learn culture and develop your career. That's all. Anna? I agree with Rezim. English is international language, and like I said, in most of universities and schools, you need to know the language. And sometimes people go to another countries to start their careers there. And when the English international language, they would understand you whether you know their language or not. English will help you. As they already said, I will agree about it, and as you know, English is the most important language in all country, and everyone is studying it, so maybe it will help you, and not maybe, I'm sure it will help you with your career if you want to also gain education, if you want to travel or anything, it will help you with.
მოკლედ ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ინგლისური გვეხმარება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ქვეყანაში მათი ენის ცოდნის მიუხედავად, არ ცოდნის მიუხედავად, ვესაუბროთ და გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი და ასევე გავიგოთ მათი სათქმელიც. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად. კიდევ გრძელდება ჩვენი აქტივობა, როგორც ვწდები. One last question. ბოლო. Yes. So how do you feel when you speak English? How do you feel? საინტერესოა როგორ გრძნობენ თავს ისინი, როდესაც ინგლისურად საუბრობენ. That's a place. ნახოთ. Whenever I speak English, I just think that I'm in some other country and I'm speaking with, when I find a friend that speaks this, has a good quality of English speaking and speaks English with me, I think that we're in some other country like Germany, England, and some other countries. ესე იგი, როდესაც თქვენ ინგლისურად საუბრობთ და ესაუბრებით თქვენ მეგობარს, თავს გრძნობთ ისე თითქოს სხვა ქვეყანაში იმყოფებით და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა ალბათ თქვენთვის. ნახოთ, სხვები რას გვეტყვიან. I feel like it's so important because it's international language and yeah, like Data said, I feel like I was in another country like Germany and USA or United Kingdom. So yeah. ძალიან მნიშვნელოვანია ენა ინგლისური, როგორც ალექსმა გითხრა და თვითონაც თავადაც ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს სხვა ქვეყანაში იმყოფება, როდესაც ინგლისურ ენაზე საუბრობს. I feel very proud because I'm speaking English and most of the people in the world speak English, so I can communicate with them very easily. And when I travel to different countries, there's no language barrier between us. მოკლედ ის თავს ამაყად გრძნობს, როდესაც სხვა ადამიანს ესაუბრება ინგლისურ ენაზე და ძალიან მნიშვნელოვნად თვლის ამას. სხვა After listening to them, what have you concluded about learning and speaking English? Most of the people here said that English is the most international, and if you go to another country, travel to another country, you'll have to learn English so you can communicate with others. Some people said that when they are talking in English, they feel like they're in another country. I agree with most of them. I like Rezi said that he's proud of speaking English. And if I had to say, I will say the same. ესე იგი, ყველა თანხმდება, რომ ინგლისურ ენაზე საუბარი მათ სიამაყით ავსებთ და ძალიან საინტერესო ნამდვილად, იმიტომ რომ საერთაშორისო ენაა, როგორც ჩვენი მოსწავლეები ამბობენ, ინგლისური და ნებისმიერ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი ენა არ ვიცით, აი მაგალითად გერმანული, ფრანგული, ჩვენ შეგვიძლია ინგლისურ ენაზე ვესაუბროთ იქ მცხოვრებ ადამიანებს და გავაგებინოთ ჩვენი სათქმელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, უღრმესი მადლობა, როგორც ხვდები, ჩვენი აქტივობა დასასრულს მიუახლოვდა, ძალიან დიდი მადლობა და იმედია ჩვენმა მაყურებელმა ისიამოვნა ამ ჩართვით, მე გემშვიდობებით მომავალ ჩართვამდე. ძალიან დიდი მადლობა ნონა და საამაყოა ჩვენმა ჟურნალისტებმაც ისე კარგად იცის ინგლისური, რომ ის ცოდნა წყალი არ გავა. წყალი არ გავა ნამდვილად. ეხლა უნდა ვისაუბროთ ლიდერობის სტილი, სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორია მართვის თანამედროვე მოდელი და აი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ მოვიწვევთ სტუდიაში ნონა დიასამიძეს, გაყიდვების დირექტორს. ნონა, მოგესალმებით. რაც უფრო ვითარდება ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიდგომა, ფსიქოლოგიური იქნება ეს, მართვის რაღაც განხრითი მეთოდები იცვლება და იხვეწება. როგორია თანამედროვე ხელმძღვანელი, ბოსი თუ მენეჯერი? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. თანამედროვე ხელმძღვანელი აუცილებლად არის ლიდერი და არავითარ შემთხვევაში ბოსი. ვინაიდან თანამედროვე მენეჯმენტიც არის ძირითადად ადამიანებზე ორიენტირებული, ადამიანებზე, პროცესებზე და ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც შედეგსა და ხარისხს ერთდროულად უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, თანამედროვე მენეჯმენტი აუცილებლად უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ლიდერობაზე დაფუძნებული.
ეხლა ვაწყდებით შეიძლება ძალიან ბევრ პრობლემას, ხო? არის ხოლმე ხშირად, რომ აი მაგალითად წესრიგი შესაძლებელია თუ არა ეს არა მკაცრად, არამედ ნდობის ფაქტორის მეშვეობით მოხდეს და როგორ უნდა ავიყვანოთ ის კადრები, რომ ეს ყველაფერი ჩამოყალიბდეს ნდობა და სიყვარული და არა ის, რომ მაგალითად იყოს ისეთი სიმკაცრე, რომ იძულებული მოდიოდეს დამსაქმებელი და არ სიამოვნებდეს გარემო. კი ბატონო, ტენდენცია მინდა აღვნიშნო, რომ შეიცვალა შესაბამისად ძირითადად კომპანიების ნაწილი გადავიდა ლიდერულ მმართველობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიები ძალიან ბევრს მუშაობენ იმისათვის, რომ მოიპოვონ თანამშრომლების ნდობა, განავითარონ ისინი, მისცენ თვალთახედვა, არა მხოლოდ ის, რომ აი მაგალითად როგორც არის ბოსისა და ლიდერის შემთხვევაში, აი ბოსი ამბობს, რომ ეს გააკეთე, ლიდერის შემთხვევაში ეს არის მოდი ერთად გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში ძალიან კარგია, როცა ლიდერულ სტრუქტურას ვემხრობით და მენეჯმენტის სტრუქტურაშიც დღესდღეობით სხვადასხვა ტენდენცია წამოვიდა, ესე ვთქვათ, როგორც არის მაგალითად აგილური მენეჯმენტი, ფუნქციონალური მენეჯმენტი და ასე შემდეგ. უბრალოდ კომპანია თვითონ ირგებს შესაბამისად, რომელი მენეჯმენტის სტილი სჭირდება იმისათვის, რათა უფრო მეტი ლიდერი გავზარდოთ, ესე ვთქვათ. გადამეტებული სითბოს და ყურადღების ფონზე ხო არ იკარგება ავტორიტეტი, იმიტომ რომ ხანდახან ხშირად ამით სარგებლობენ ადამიანები. კი ბატონო, ესე ვიტყოდი, რომ უნდა ვიცოდეთ ზღვარი. რაც ყველაზე რთულია. რთულია, განსაკუთრებით ქართულ, ესე ვთქვათ, რეალობაში, რადგან ქართველებს ძალიან გვიყვარს, ესე ვთქვათ, ურთიერთობები და ასე შემდეგ, უბრალოდ ბალანსი აუცილებელია. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სამსახურსა და პირად შორის ბალანსი. და მეგობრობას შორის, ხო? იმიტომ რომ შესაძლებელია რომ მეგობართან ერთად მოგვიწიოს, ან დავმეგობრდეთ და ეს არ უნდა გადაიზარდოს სამსახურებრივ უფლებებში. ნამდვილად, გეთახმებით. აი თუნდაც ის რომ აი მეგობარი ვარ და იცი რა დღეს აი რაღაცა პრობლემა მაქვს და ვერ მოვდივარ. აი მაგალითად მე როგორც მეთქვამს ჩემი ხელმძღვანელისთვის. რომელიღაცა დავუშვათ სკანდინავიურ ქვეყნებში ანუ ცოტა ისეთ ეკვატორის ზემოთ ქვეყნებში ცოტა უფრო ისეთი ურთიერთობებია, ცივი და უფრო ადვილია ლიდერული მუშაობა, ვიდრე დავუშვათ სამხრეთულში, სადაც უმეტესად ურთიერთობას ვანიჭებთ უპირატესობას. და ალბათ სწორედ ეს არის ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, გამოწვევა. კი, არის. ანუ ეს ერთ-ერთი გამოწვევა ზოგადად, რასაც მე თვითონაც ვხედავ დღევანდელ რეალობაში, თუმცა კომპანიების ძალიან დიდმა ნაწილმა დაიწყო, ესე ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით თუნდაც ტრენინგების ჩატარება, განსაზღვრა და ასე შემდეგთან არსებობს შიდა წესი და ასე შემდეგ, ამიტომ ნამდვილი ლიდერები ყოველ შემთხვევაში არიან ობიექტურები, გულახდილები და თუნდაც მეგობრები ყავდეთ სამსახურში, ეს არ უშლეთ ხელს მათ იმაში, რომ იყვნენ ობიექტურები. ანუ ერთ თითქოს და ყველას მოგწონს, ხო? ანუ ვერ ვიპოვით ახლა ადამიანს საქართველოს კი არ მთელ სოფლიოში ვინც იტყვის რომ აი მე მინდა ბრძანებელი რომელიც აი მათას გადამიჭერს და საქმეს ყველა თანხდება ამაზე, მაგრამ როდესაც მივიდივართ ნებისმიერ სტრუქტურაში სახელმწიფო ხდება თუ კერძო, მაინც რაღაცებს ისეც ვაკეთებთ, რომ ჭირდება ცოტა შეფხიზლება. არ უნდა აკვერიოს, ანუ ლიდერობა არ ნიშნავს სისუსტ. ანუ სიმკაცრე არ ნიშნავს, რომ ლიდერობას არ აქვს თავის ნაწილში ჩადებული. ანუ ლიდერობა ნიშნავს, რომ ჩვენს თანამშრომელს არც და მიზანს განუსაზღვრავ კომპანიის სტრუქტურის. იცის რატო, ანუ საით მიდის, მის განვითარებაზე მუშაობ, ანუ ეს თითოეული დეტალი აბსოლუტურად გუნდთან ერთად გაქვს განსაზღვრული. ანუ მარტო როცა ორი ამბავი გაქვს, ხო? ერთი არის ეს სიმკაცრე და მეორე ვამბობთ, რომ ეს არის ლიდერობა. აი პირველ შემთხვევაში უბრალოდ გვეუბნებიან, რომ აი ეს უნდა გააკეთო და ამას ვაკეთებ და მეორე შემთხვევაში გვეუბნებიან, ეს რატო უნდა გავაკეთოთ, ჩვენთვის რატოა კარგი, გვეკითხებიან ჩვენს აზრს, როგორ ვხედავთ ამ საქმეს, როგორ უნდა გავაკეთოთ და გავაკეთოთ ერთობლივად. კი ბატონო. ანუ მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ აი იმაზე ამაყი შეიძლება ვერასდროს ვერ იყო, როცა იღებ შედეგს, რომელიც არის ძლიერი გუნდი.
ანუ შენ თვითონ ზრდი გუნდს, რომელიც არის ძლიერი, იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანს, მაგალითად ზოგიერთ უფროს, ასე ვთქვათ, ეშინია, რომ აი თუნდაც რაღაცები, იმიტომ ასწავლოს თავის გუნდს, რომ ანუ მასზე მეტი არ იცოდეს. აი ერთ-ერთი გამოწვევა, რაც დამინახავს რეალობაში არის ეგ, მაგრამ აი რა ჯობია, როცა გუნდის წევრმა ძალიან ბევრი რაღაცა იცის, დელეგირებას ახდენ და რეალურად ისეთ საქმეს აკეთებს, რომ შენც ხო გიმცირდება და სხვა რაღაცებზე კონცენტრირდები და შენ ზრდი ამ ადამიანებს. ამიტომ ალბათ თვისება, თუნდაც მენტორობის და ცოტათი ფსიქოლოგიის სწავლისაც უნიშნელოვანესია ლიდერისთვის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რომ მიაწოდო შენი გუნდის წევრებს და გადამდები იყოს და პლუს სამოტივაციო იყოს, არ არის მარტივი, იმიტომ რომ იმღებლობა უნდა გქონდეს და მაგალითად ეხლა 50 კაციან გუნდში, როგორი მაინც საჭიროა ეს ფსიქოლოგიის ცოდნა, რომ გაუგო ყველას ისე, რომ არ გაბრაზდე. კაცრი არ იყო გადაჭარბებით. საკმაოდ რთული პროცესია, იმიტომ რომ უნდა იცნობდე კარგად საკუთარ გუნდს. უნდა იცოდე რა უნდა. როგორ ახერხებთ ბალანს ურთიერთობებში? აი მაგალითად, თუ თქვენ პირობითად 10 კაციან სამუშაო პროცესს ხელმძღვანელობთ, ხო? წარმოვიდგინოთ 10 ადამიანი განსხვავებული აზრი, შეხედულება, დამოკიდებულება, ენერგია. და მთელი დღის განმავლობაში გიწევს ამ სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა და ანუ ისეთი კავშირის დამყარება, რომელიც არც მეგობრობას გააფუჭებს, არც სამსახურეობრივ ურთიერთობებს გააფუჭებს და სამუშაო პროცესიც უნდა იყოს შედეგიანი და ნაყოფიერი, ხო? აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა უნარები გამოიმუშავეთ იმისთვის, რომ ყველასთან იყოთ კარგი ხელმძღვანელი, კარგი მეგობარი და ანუ ურთიერთობაში იყოს რაც მთავარია ბალანსი, რომელიც არ უნდა დაიკარგოს, როგორც თქვენ აღნიშნეთ. კი ბატონო, საკმაოდ რთული პროცესია, მინდა აღვნიშნო. მოითხოვს იმას, რომ პირველ რიგში შენ თვითონ იყო გაწონასწორებული და ცივი გონებით შეგეძლოს, იფიქრო და განსაზღვრო რაღაცები. არ არის მარტივი ემოციური intelligence, ანუ ინტელექტი, მოდი ისე ვიყენებთ უკვე დღევანდელ რეალობაში ინგლისურს, ანუ უნდა გქონდეს საკმაოდ მაღალი და უნდა იყოს შენ თვითონ, ანუ შენგან იწყება, ანუ შენ გიყურებენ, ანუ აქ საუბარი არაა პროფესიონალიზმზე, ანუ გუნდი ითვლება, რომ ახლა შევიკრიბეთ ერთად და რაღაც ხელშეკრულებებს ხელი მოვაწერეთ, იმიტომ შევიკრიბეთ ერთად HR-მა შეგვარჩია სპეციალობის მიხედვით, ხო მარტო ფურცელი არაა, ანუ ვიცით რა, რისთვისაც მომედით, უბრალოდ აქ არის ლაპარაკი იმაზე, როგორ დავალაგოთ ურთიერთობების სწორად. ემოციებში არ გადავიჭრათ, იმიტომ ახლა ემოციებზე უარს ვერ ვიტყვით, ადამიანები ვართ. მაგრამ როგორ მართოთ ეს სწორად, როგორ შევუქმნათ ერთმანეთს კომფორტული გარემო და როგორ მოვახერხოთ საქმის გაკეთება ისე, რომ იმ ძირითად მიზანს არ ავწდეთ და თან ყველა მიგრძნოთ თავი კომფორტულად. კი ბატონო. აი ნუ სწორად გავიგეთ. და ალბათ გუნდის წევრებს სამი რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ჩვევა უნდა გქონდეს, რომელიც HR-ი როდესაც შეარჩევს, აიყვანოს გუნდში. რა უნდა იყოს ეს სამი? აბანონა, თქვენი შეხედულებით, იმიტომ რომ ისევ ნახე, თუ ჩვენ პროფესიონალები არ ვართ, გუნდში ვერ ვიმუშავებთ კომფორტულად, ხო, ეგრე მარტივად ხო არ არის, ყველა ხო არ აყავთ სამსახურში, მაგრამ არის რაღაცები, კრიტერიუმები, რომლებსაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მინიმუმ 3 რა არის თქვენ შემთხვევაში? პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი იყოს მონდომებული. ნუ იმ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, განათლება და სტანდარტული რაღაცები, რაც ზოგადად მოთხოვნადია, ადამიანი უნდა იყოს მონდომებული, უნდა უნდადეს რაღაცის გაკეთება, წინსვლა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან რთულია იმ ადამიანთან მუშაობა, რომელსაც არ უნდა საერთოდ, ანუ არ აინტერესებს. ხო, მაგრამ მაგის ხელშეკრულებაზე სხვა მოაწერა ხელი, რომ მოდიოდა ხო აწერდა რაღაც ფუძას ხელი. ეზარება პა. თითისანაბეჭდი დატოვა, ადრე პირატებად უნდა, მაგრამ ეზარება. კი ბატონო. კი ბატონო. აუცილებლად გუნდის ხასიათი, გუნდს აქვს თავისი ხასიათი. ანუ ადამიანი ამ ხასიათში უნდა ჩდებოდეს რაღაცნაირად, ანუ ინდივიდუალიზმი აუცილებლად უნდა ქონდეს, მაგრამ უნდა იყოს გუნდის ხასიათი. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები ახლა რასაც ნებისმიერ სტრუქტურაში პროგრამა თუ აი რაშიც მუშაობთ, ყველაფერი ისწავლება, მაგრამ არის დამატებითი რაღაცები, როგორც არის მაგალითად force majeure სიტუაციაში მუშაობა, ერთმანეთის ატანა, გატანა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ან გაქვს, ან არ გაქვს.
ანუ როგორც გეშტალტი ამტკიცებდა თავის დროზე გეშტალტ ფსიქოლოგია როცა დაიწყო, ერთი მთელი უფრო მეტია, ვიდრე მისი ცალკეული შემადგენელი ნაწილების უბრალო ჯამი. და შესაბამისად გუნდი ისეთივე ორგანიზმია, როგორც ცალკე თითი არაფერს არ შეუება, მაგრამ აი ამ შემადგენლობაში თით შეიძლება ბევრი სარგებლობა კონდეს მოტანილი და მოსატანილი. ნამდვილად. და მესამე ვიტყოდი, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს გუნდურობა. მე კარიერის მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან კარგი პროფესიონალი მინახავს. ვინც აი მართლა ძალიან ჭკვიანია და აი დღემდე მის სახელს ეს ვთქვათ ვახსენებ, მაგრამ არ ყოფილა გუნდური. ანუ არ შეუძლია გაზიარება, მაგალითად არ შეუძლია სხვასთან ერთად მუშაობა. თუნდაც არ მიმღებლობაც არ აქვს, ანუ ესეც ძალიან დიდი გამოწვევა. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც ჭირდება პროფესიონალ ადამიანს, იმიტომ რომ გუნდში იმუშაოს. ცალკე როდესაც ადამიანი არის და პასუხისგებლობა აქვს აღებული, ეს კიდე სხვა პრობლემაა და სხვა კრიტერიუმები ჭირდება. ნონა, დაგემშვიდობებით, უღრმესი მადლობა წარმატებისთვის. დავბრუნდით და ვაგრძელებთ ისევ გადაცემას და უნდა ვისაუბროთ სამომავლო პროფესიებზე და თუ დავაკვირდებით, რაც უფრო ვითარდება ცხოვრება, რაც უფრო ახალი თაობა შემოდის, რაღაცა პროფესიების მიმართ დაინტერესებას რაღაცნაირად განსხვავებული გახდა, მრავალფეროვანი გახდა. ვერ ვიტყვით წინასწარ, აი მაგალითად წელს რა არის ყველაზე ისეთი პროფესია აქტიური თქვენი დაკვირვებით, აი ირგვლივმყოფი ადამიანებიდან გამომდინარე. ადამიანებიდან გამომდინარე, წამყვანი აქტუალური პროფესია. კი ბატონო, აი ზუსტად აქეთ მივდივართ, იმიტომ რომ აი ტექნოლოგიურმა განვითარებამ რაღაცნაირად ინტერესის სფერო განსაკუთრებით მოზარდებში, ხელოვნური ინტელექტის რაღაცნაირად ხელოვნური ინტელექტთან მიაახლოვა, ხო, ეს თაობა, იმიტომ რეალურად რო დავფიქრდეთ დღევანდელ ცხოვრებაში, ხო, აი მიუხედავად იმისა, რომ ვიძახით, რომ აი არ არის კარგი, უნდა გამოვიყენოთ სწორად, უნდა მივცეთ სწორი მიმართულება და რაღაცნაირად უარყოფით მხარეს ვეძებთ ხოლმე, ანუ შეუძლებელია, რომ ამ დღევანდელ გამოწვევას დადებითი თვისება არ ქონდეს და რა თქმა უნდა აქვს ამ ყველაფერს დადებითი თვისება, უნდა გაჩნდა ახალი პროფესიები, გაჩნდა ახალი დაინტერესება. ამიტომ ისე რთულიც არ იქნება, ახლა რო ვთქვათ, თუ რა იქნება სამომავლოდ ყველაზე ისეთი მოთხოვნადი პროფესია, რომელიც არც თუ ისე მარტივი არის და რომელსაც სწავლა ჭირდება და საბედნიეროდ სპეციალისტები ყავს ამისთვის. მოკლედ, მოდი შემოგვიერთდეს ახლა ჩვენი სტუმარი, რომელთანაც უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, თუ რას ფიქრობს თავად ამ საკითხთან დაკავშირებით ტექნოლოგიების სპეციალისტი ზურა მესხიძე უნდა შემოგვიერთდეს. დღემშვიდობისა მოგესალმებით. ჩვენი არაერთგზის სტუმარი. კი ბატონო. ეს საინტერესო ადამიანების მიერ დატოვებული დარჩენების უტილიზაციაზე ხო ლაპარაკობთ სულ და მომავალში თუ იქნება მაგალითად რობოტების ნარჩენების უტილიზაციის ცალკე სამსახური. პირველ რიგში სანამ უშუალოდ ტექნოლოგიურ განვითარებაზე ვისაუბრებთ და ხელოვნური ინტელექტს შევეხებით, მაინტერესებს აი თქვენი დაკვირვებით, როგორ ფიქრობთ? მოზარდები, როდესაც პროფესიის არჩევას იწყებენ, რას აკვირდებიან, რა პროფესიის მიმართ უჩნდებათ უფრო ინტერესს და რას აკვირდებიან ისეც რომ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ აი პირობითად აი 3-4 წლის შემდეგ დღეს თუ არ არის ეს პროფესია აქტიური, აი 3-4 წლის შემდეგ აი ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ მე ვიქნები ერთ-ერთი მოთხოვნადი სპეციალისტი. რას ითვალისწინებენ ყველაზე მეტად? მოზარდები, როგორც ყოველთვის, ძალიან ბევრი მიმართულებით ფიქრობენ და ხშირია შემთხვევა, როდესაც პროფესიის არჩევა ნამდვილად უჭირთ. მეც ერთ-ერთი მსგავსი მოზარდი ვიყავი წლების წინ, რა თქმა უნდა, 4-5 მიმართულებიდან ვცდილობდი ამერჩევია მართლაც რომელი მინდოდა. ექიმობაც მინდოდა, დიპლომატობაც მინდოდა. განსხვავებული პროფესიებია. ხო, და ტექნოლოგიები მიყვარდა რა თქმა უნდა ბავშვობიდან და გადავწყვიტე ამ სფეროთი წავსულიყავ. თუმცა დღეს შეიცვალა რა თქმა უნდა გარემო პირობები. მაშინ როდესაც მე უნდა ამერჩევია პროფესია, ინტერნეტი მხოლოდ საჯარო ბიბლიოთეკაში იყო ღიად ხელმისაწვდომი და იქ დავდიოდი კვირაში 2 საათით და დღეს ინტერნეტი ყველას აქვს ტელეფონებში, მაცივრებში, საათებში და ნებისმიერ ტექნოლოგიაში დღეს ინტერნეტია შეშენებული. ინტერნეტის განვითარებასთან ერთად უკვე დღეს ხელოვნური ინტელექტამდეც მოვედით, რომელიც ჩვეულებრივი ასისტენტი შეიძლება იყოს ნებისმიერ ადამიანის, ნებისმიერ
პროფესიაში და ამაზე დეტალურად ვისაუბრებ. თუმცა მოზარდებისთვის მაინც რთული გადასაწყვეტია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს რომ მშობლები იმდენს ეუბნებიან რომ მაინც მშობლებელს უნდა ის პროფესია და იმიტომ იმ პროფესიას ირჩევენ და ეს ნაცნობი სცენარია ყველასათვის, თუმცა იშვიათ შემთხვევებში არის, როდესაც მოზარდი თავად ირჩევს, ანუ ხშირად მაქვს შეხვედრები, როგორც მოზარდებთან, პატარა ბავშვებთან, დაახლოებით 5 წლიდან ზევით ასაკის ნებისმიერ ახალგაზრდასთან, ბავშვთან, სტუდენტთან მაქვს თითქმის ყოველდღიური შეხება და ყოველთვის ამას ვცდილობ და ხშირად მიბრაზდებიან, რომ რო ვეკითხები რა გინდა გამოხვიდე და მაგალითად რომ მეუბნებიან ფილოლოგიურ მიმართულებას ან ცოტა ისე ჰუმანიტარულ მიმართულებას ტექნოლოგიების ეპოქაში, მაგრამ რა გინდა მეთქი. ოღონდ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ყველას თავისი დანიშნულება აქვს და ყველას მისი მისწრაფება აქვს. მაგალითად, ხო, ზოგ შეუძლია ლექსების წერა, მე ნამდვილად არა, მე კოდის წერა შევიძლია. ზოგ შეუძლია სურათების დახატვა, ზოგს მისი გენერაცია შეუძლია და ასე შემდეგ. ანუ დღევანდელ დღეს უკვე მთავარი არის, რომ იპოვონ ის პროფესია და ის საქმე, რომელიც მათ ეყვარებათ. ანუ ცნობილი ნათქვამია, ხო, ანუ შენი საქმე გიყვარდეს ძალიან მაგრად, ეს ნიშნავს, რომ არასოდეს არ ემუშავებ. ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის იქნები იმ სფეროში, რაც ყველაზე მეტად გიზიდავს და როგორც ახლა მე ვარ მაგალითად ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩემი სფერო ავირჩიე, მიუხედავად ძალიან ბევრი წინაღობისა და ძალიან ბევრი ტექნოლოგიური ნაკლოვანებისა ჩვენი იმ დროს და იმ დროის შემდეგაც მოდის გარკვეულწილი დღემდე მასია, ხო, ანუ კომპიუტერს როგორ უნდა ვენდო, ეს ფრაზა დღემდე რჩება, ხო? ახლა შეხება მაქვს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი იმიტომ არ ვიყენებ, რომ ჩემს ინფორმაციას მომპარავსო და ანუ შემდეგ თვითონ გამოიყენებსო. მსგავსი სიტუაციები ხდება რომელსაც. ხო, ჯემსმენია, ძალიან ბევრი. ChatGPT-ში განსაკუთრებით ბიოგრაფიულ ნაწილს არეუბნებიან, რომ მე მომპარავსო. აი, ძალიან საინტერესო თემას შევეხეთ და მოდით აქვე განვარტოთ ახლა თქვენივე ფრაზა. უნდა ვენდოთ თუ არა კომპიუტერს და უნდა გჯეროდეს თუ არა ხელოვნური ინტელექტის და ვართ თუ არა ამ დროს უსაფრთხო. პროფესიულ მიმართულებაზე რა თქმა უნდა საქმე ეს ეხება იგივე შეიძლება იურისტებისთვის ეს იყოს საქმის განხილვა, ფსიქოლოგებისთვის იყოს ფსიქოპორტრეტის აღწერა და სხვადასხვა მიმართულებებზე სხვადასხვა. რა თქმა უნდა მას პერსონალური მონაცემები არ უნდა გაუზიაროთ და ამაზე სემ ალტმანი, ვინც არის ChatGPT-ის ავტორი, მანაც ისაუბრა, რომ ანუ შოქში ვარ იმ დონეზე დიდი რაოდენობის ინფორმაცია ადამიანებმა მიაწოდეს ხელოვნურ ინტელექტს და საუბარი არის თვითონ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ფინანსურ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. ანუ საქმე ამას არ ეხება. ეს ცოტა რისკოა იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტი ესაა ღია სივრცე, ანუ ღია სივრცე რას ნიშნავს? როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი? აგროვებს დიდი ზომის ინფორმაციას და ერთგვაროვან ინფორმაციას აკეთებს ეგრეთ წოდებულ ნეირონებში, როგორც ადამიანის ტვინი არის მოწყობილი. მაგალითად, თუ კი ჩვენ ვფიქრობთ ფერ წითელზე და შემდეგ ვიფიქრებთ მანქანაზე, ჩვენი ტვინი აღიქვამს, რომ წითელი მანქანა და იქ Ferrari-ს ამოგვიგდებს და არა ვთქვათ Volkswagen-ს, ხო? საინტერესო და ის დამგზავრავი მექანიზმები არაა, დაუშვათ წინასწარ წინადადება მივწერო, ეს არ დაიმახსოვრო, მაგრამ ახლა ვიმუშაობ და როდესაც სესია დაიხურება, წაიჭაშალე ეს. რა კარგი რაღაცა თქვი პატა. კი, ეს სესიები დაახლოებით. კარგი ფიქრია, ხო? მართლა. ეს სესიები როგორც აი ინკოგნიტორში. ეს სესიები როგორც ინკოგნიტო რეჟიმში არის, აი ბრაუზერში, ხო, ინკოგნიტო რეჟიმში, დაახლოებით 6 თვის წინ დაემატა უმრავლესობა ხელოვნურ ინტელექტებს, რომ ეს არის ერთჯერადი და ის ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული ზოგადი თვითონ ბირთვისთვის. ესე იგი ეს ხალხი მართალია, რო არეუბნება ChatGPT-ს თავის ძალიან პირად თემებს. იმიტომ რომ შეიძლება რომ აუცილებლად დაიმახსოვროს და შემდეგ ეგ არის, ანუ თვითონ ბირთვი, რაზეც ხელოვნური ინტელექტი მუშაობს, ინტელექტი როგორც ჩვენი ტვინი მუშაობს, ეს წითელი და მანქანის შედარება რო იყოს, სულსაც ისე მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, რაც უფრო მეტი ადამიანი ბევრ ინფორმაციას აძლევს, ის ინფორმაცია ნაწილდება ეგრეთ წოდებულ ნეირონებში, ანუ მაგალითად თუ კი მანქანაზეა საუბარი, ძრავი, გადაცემათა კოლობი, მუხრუჭი და ასე შემდეგ, ამის ირგვლივ, ამ ნეირონის ირგვლივ იქნება ინფორმაცია. თუ კი აქეთ არის კრეატიული ნაწილი, მაგალითად წითელი, ლურჯი, მწვანე და შემდეგ ამ ნეირონებს შორის ხდება ეგრეთ წოდებული ხაზების გამო. იმიტომ რომ გავიფიქრებ უცებ რომ შემხდება ხალხი. სწავლის დროს, რაც უფრო ბევრს სწავლობ და ბევრს ფიქრობ, მით უფრო სხვადასხვა
კავშირები და ან უფრო მეტი კავშირია, იმიტომ რომ კარგად ვაზრობ. ხო, ჩემ ასე ის ფრაზა გამახსენდა, რომ ნაოჭდება ტვინი, ზუსტად ეგრე არის. ზუსტად ეგრე არის. თქვენ ისაუბრეთ, რომ ადამიანები რაღაცნაირად ისეთი შთაბეჭდება დამჭა, რომ ადამიანები თავად ვარღვევთ ჩვენივე უსაფრთხოებას და არა მაგალითად იმის შიში რო გქონდეს, რომ მაგალითად აი ხელოვნური ინტელექტი ჩვენს პირად ინფორმაციას გამოიყენებს ცუდად, იმიტომ რომ ჩვენვე ვხდით ჩვენს პირად ინფორმაციას საჯაროდ, ხო? ამიტომ აი ეს მნიშვნელოვანი არის მიუთითოთ კიდევ ერთხელ მაყურებელს რა არ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ თავი და მერე სხვას არ გადავაბრალოთ ჩვენი პირადი სივრცის რღვევა. ბოლო 30 წლის განმავლობაში კიბერჰიგიენა ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი დარგია, რაც ადამიანებს სჭირდებათ იმისათვის, რომ უსაფრთხოდ გამოიყენონ ეს ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის შემოსვლამ, 2 წელია, რაც აქტუალურ ტრენდშია და დღეს ტექნოლოგია ასოცირდება ხელოვნურ ინტელექტთან. ანუ იმ დონეზე წამოვიდა ეს ტრენდი, რომ ტექნოლოგია ასოცირდება ხელოვნურ ინტელექტთან. დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ნამდვილად კიბერჰიგიენა და კიბერუსაფრთხოება იმისათვის, რომ მონაცემები იყოს დაცული, იმიტომ რომ როგორც თქვენ, ხელოვნური ინტელექტი ბევრს მიაჩნია, რომ აი მომავალში ჩვენ შევცვლის და გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ, ანუ ეს არის ისეთივე ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, როგორც თავის დროზე იყო ინტერნეტი. ინტერნეტი როდესაც შემოვიდა, მაშინაც ყველა იყო, რომ აი ბიზნესები დაიხურება, ხალხი უშევარი დარჩება, თუმცა ინტერნეტმა რა ქნა, ანუ 100 მაგათ უფრო მეტი ბიზნესის შექმნა გამოიწვია და უფრო მეტი დიდი კომპანიები წარმოშვა, ხო, იგივე Amazon-ი, Google-ი, Facebook-ი და ასე შემდეგ. ეს იყო კომპანიები, რომელთაც ის ნიშა დაიჭირეს, რომ ინტერნეტი იზრდებოდა ძალიან სწრაფად. დღეს ნიშა არის, რომ ხელოვნური ინტელექტი იზრდება ძალიან სწრაფად. თუ კი შევხედავთ ნებისმიერ კვლევას ან გამოცემებს, თითოეული აი სამუშაოს აღწერილობა რა ხო, სამუშაოს ხო ვიწყებ რა. ნუ ჯერ ჩვენთან ისე აქტუალურად არ შემოსულა, მაგრამ უკვე რამდენიმე ხდება შესაბამის პლატფორმებზე. იქ უკვე წერია ჩვეულებრივად ხელოვნური ინტელექტები, რომელი უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ მაგალითად დაიწყოს ჟურნალისტად მუშაობა, ხო? იგივე კვლევების ანალიზისთვის, იგივე Perplexity გამოიყენება, იგივე ტექსტის გენერაციისათვის ChatGPT, იგივე ასევე ფასიანი პროგრამებიც არის, შეიძლება იყოს უფასო, მაგრამ როდესაც გვაქვს წვდომა და ვყიდულობთ ამ ყველაფერს, კიდევ უფრო მეტად გვიმარტივდება საქმის კეთება. თუნდაც ChatGPT-ის შემთხვევაში. ხო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ბიზნესია. ხელოვნური ინტელექტი ჩვეულებრივი ბიზნესია, როგორც სხვა დანარჩენი. ChatGPT მიცის თავისუფალი, ანუ free account-ზე რამდენი პრომპტი შეგიძლია აკრიფო, დღეში 100-მდე არის დაახლოებით, 100 სისტემოთ არ გაძლევს და შესაბამისად ის არ გაძლევს დიდ მოდელთან სტომას. დიდ მოდელში გულობს ხო, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაცია არის მოცემული და ბევრი ინფორმაცია შეგიძლიათ დაამუშავოთ. ყველა ხელოვნური ინტელექტი ზუსტად ესე მუშაობს. ფასიანი ვერსია ბევრად უფრო მეტ ბენეფიტს და ბევრად უფრო მეტ ფუნქციონალს გვთავაზობს, ვიდრე უფასო ვერსია და სწორედ ეს არის, რომ ეხლა მიდის ტენდენცია, რომ ძალიან ბევრი სტარტაპი თუ ბიზნესი წარმოიქმნება, რომელსაც ბევრი ადამიანი არ დაჭირდება. ბევრი ხელოვნური ინტელექტი დაჭირდება საწყის ეტაპზე იმისათვის, რომ სწრაფი ზრდა გამოიწვიოს. სწრაფი ზრდა როცა იქნება, უკვე შემდეგ იქნება ადამიანების დასაქმება აუცილებელი. ნუ ეს გულისხმობს, რომ იგივე კვლევითი ნაწილი, მარკეტინგის ნაწილი, გაყიდვების ნაწილი და ასე შემდეგ, ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება და სწრაფი შესაძლო იყოს ეს გენერაცია. აი თუნდაც სოციმედიას რაც ევალება, ChatGPT-ში შეიძლება გადააგზავნო ფასიან ვერსიაში, ფოტოც დაგიმუშაოს, ტექსტიც დაგიმუშაოს და ყველაფერი გააკეთოს. თუ ეთქვი, აგიტვირთოს კიდეც შესმაგივრეთ, ხო? კი, და პლუს მაგას თუ კი ვინმე ისეთი პრობლემური მომხმარებელი გწერს, შეგიძლია მისი ტექსტ მონაწერები დააკოპირო და უთხრა, რომ აი ეს წერს და მოდი მისი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, მოდი შევცვალოთ. კონკრეტულად ეს ადამიანი ამ ტელეფონის ნომრით ამ მისამართიდან რომ მოგწერს ხო, ნუ და დღეს ChatGPT ხელოვნური ინტელექტი განვითარდა, ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტის აგენტები შემოვიდა ChatGPT-საც რამდენიმე დღის წინ. დაემატა ეს აგენტები ნიშნავს, რომ ეს არის ავტომატიზირებული მექანიზმები, იგივე გაყიდვები ვახსენეთ, სოციმედია ვახსენეთ, ხო, აგენტს აკეთებ, რომელიც თვითონ აგენერირებს დღეების მიხედვით. მაგალითად, ოქტომბერი ხო კიბერუსაფრთხოების თვეა და ის მისით ნახულობს ამ ინფორმაციას, გაგიმზადებს ტექსტს, გაგიმზადებს მასალას, ყველაფერს და შენ უბრალოდ გადახედავ და ეთქვი კი დადე. ანუ ჩვეულებრივი თანამშრომელი თანხმობას მისცემ. როგორც კვლევები აღწერს,
კომპანიებს შეუძლია რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით 10-ჯერ უფრო გაზარდონ მათი ყველანაირი მიმართულება გაყიდვები იქნება, შემოსავალი იქნება თუ რა იქნება, მაგრამ თუ კი ეყოლებათ ადამიანები, ვინც აი ამ ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, მაშინ ისინი 100-ჯერ უფრო გაზრდიან თავის შემოსავლებს და გაყიდვებს და მოცულობას. და განსხვავებით ჩვეულებრივი ადამიანისგან, აი ბოსზე და ლიდერზე ვაპარაკობდით, ხელოვნურ ინტელექტს შეიძლება უყბირო. და არ დაგიბრუნოს უკან, ხო? ხო, რა გაუბრას და რაღაც არ ვიცი, ღილაკებს დააჭირე გამარჯვებულზე. ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში განსაკუთრებით, როდესაც ტექნოლოგიამ, ან ბურჟუაზიულმა რევოლუციამ, ასე ვთქვათ, ქალაქურმა, ეს არ არის რაღაც ცუდი სიტყვა, ანუ დააწინაურა ადამიანები ტექნოლოგიურად, როდესაც რუტინული სამსახურებიდან ნელ-ნელა გათავისუფლდა ხალხი. იგივე ინტერნეტით და იგივე ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრინციპში თუ ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი გადაიბანებს ამ რუტინულ სამსახურებს, ადამიანს უფრო მეტი საშუალება მიეცემა დაუშვათ შემოქმედებითი აზროვნებისთვის. არ გულისხმობ მხოლოდ ლექსებს ბუნებრივია. თუ ეს მაინც დარჩება რაღაცები, სადაც დაგჭირდება აი რუტინული დამხლელი სამუშაო. თუ კი დაუჯერებთ ისევ კვლევებზე დაფუძნებული, რომ დღეს კვლევები ძალიან აქტუალურია, იქიდან გამომდინარე, რომ ხელოვნური ინტელექტი ამას ძალიან მარტივად გთავაზობს. ადრე კვლევისათვის ცალკე კომპანიები უნდა დაგიქირავებინა და დღეს მიცემ 10-მდე სხვადასხვა რესურსს და ავტომატურად რეპორტებს გიგენერირებენ. ზუსტად ხელოვნური ინტელექტის დანიშნულება ისევე როგორც სხვა ტექნოლოგიის არის, რომ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება. მისი აი ამ რუტინული საქმის ჩამოცილება იმისათვის, რომ ადამიანი უფრო დაკავდეს სხვა შემოქმედებითი საქმიანობით და ეს გვიჩქარებს როგორც შემოქმედობით პროცესს, ასევე უფრო მეტი რაოდენობის როგორც ვთქვა, კონტენტს გვიგროვებს უკვე დღევანდელ დღეს. თუ კი ნახავთ 5-ჯერ უფრო გაიზარდა YouTube-ზე ვიდეოების ატვირთვა ხელოვნური ინტელექტის შემდეგ. ანუ ჩვენი ასე თქვა უხეშად რო თქვა, ჩვენი ოპერატიული და მყარი მეხსიერება ჩვენც ხო გაგვაჩნია ბუნებრივია. ამის დანამატი თუ გახდება, უბრალოდ ჩვენი ასე თქვა, აქ ყველაფრის ჩატევა არ დაგჭირდება და ეს რაღაც მოწყობილობა, რომელსაც საბოლოოდ არის სათვალის სახით შეიძლება გავიკეთოთ, იქნება ჩვენი ასე თქვა მეხსიერების ბანკი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ გავაახლოთ ყურადღება რაღაცებზე და გავაკეთოთ ეს გაცილებით სწრაფად. უფრო ინსტრუმენტი იქნება, ჩვენ ყველაფერი აქ გვექნება, უბრალოდ ვიზუალიზაცია დაემატა ამ ყველაფერს, ანუ მაგალითად, თუ კი ადრე მხოლოდ წარმოსახვაში შეგეძლო დაგენახა, ანუ შენს წარმოსახვაში შეგეძლო დაგენახა, დღეს ეს ყველაფერი რო გადაიტანო პრომპტის სახით, შეგიძლია უკვე ვიზუალურად დაინახო. ვიზუალურ დანახვაში მხოლოდ ფოტოს არ გულისხმობ რა. სანამ დაფაზე დავხატა, უკვე ნახატი მაქვს. ტექსტი შეგიძლია ნახო, ნახატი შეგიძლია ნახო, ვიდეო შეგიძლია ნახო, თამაში შეგიძლია ნახო, ვებგვერდი შეგიძლია ნახო და ასე ყველაფერი და ეს AI-ის ვიდეოებიც უკვე იმდენად რეალურად ამიახლოებული, ცოტა მან ჩემეშინდა სიმართლე უნდა გითხრათ. ჩვენი ფანტაზიის ეგრევე ნახვა შეგიძლია, ეგრევე გადაკეთება შეგიძლია, ეგრევე გადაკეთება, ეგრევე ნახვა და უფრო მარტივად მიდიხარ სრულყოფილ შემოქმედებაზე რასაც ქვია. ბოლო პერიოდში დარწმუნებული რა უნდა დაგისვა შეკითხვა და ახლა მივხვდი და შეიძლება გავჩერდე კიდეც, მაგრამ მოდი ვთქვი და შეთქვი კიო. განათლებაში როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ისე რომ ჩვენს მაგივრად არის სწავლოს და ჩვენ არ დავრჩეთ პირდაპირ დამოკიდებული ტექნოლოგიაზე, იმიტომ რომ ერთია, როდესაც დავუშვათ ელემენტარულად ხერხის გაფუჭდა რაღაც, ხო, ინტერნეტთან წვდომა არ მაქვს ხელი და ჭირდება ამ მომენტში ხერხი ნაჯახ ჩაქუჩი და ნუ ვერ იზამს ეს ტექნიკა იმ კონკრეტულ მომენტში. შეიძლება როდისმე ქნას, მაგრამ აი როგორ ვისწავლოთ ისე, რომ ეს მართლაც ინსტრუმენტად დარჩეს. ძალიან ძლიერ სასარგებლო, მაგრამ ხო, აი მაგალითისათვის ეხა პირდაპირ გამახსენდა Google-ის რეკლამა, Google-ის Gemini-ის რეკლამა, როდესაც ნუ მობილური ტელეფონი Gemini-ის ხო პირდაპირ ინტერაქცია აქვს და ნუ ადამიანს გაუფუჭდება სანტექნიკას სახში და აჩვენებს ამას და Gemini ავტომატურად გამოიძახებს შესაძლელ იმას ხორხს თუ რაც არის სანტექნიკაში, გამოუძახებს, მოუტანებენ სახში 15 წუთში და თან ეუნება აი შემოუხაზოს რომ აი აქ უნდა გააკეთო, აქ უნდა მოუჭირო, აქ უნდა დავა. ეს ადამიანი ნახევარ საათში უკვე გაკეთებული აქვს. ანუ თვითონ. მეც ეგრე ვაკეთებ, რაღაცა რო არ ვიცი, გადავუღებ ფოტო, ChatGPT-ს ჩავაგდებ და ეგრევე მწერს ყველაფერი. თავარი ისე არ გამოვიდეს, რომ დაუშვათ ტექსტი გჭირდებოდეს დასაწერად და ამ დროს Google-მა გამოიძახოს სანტექნიკის ის პრობა, მოვიდეს და გააკეთოს. მაგის გარდა განათლებაზე კიდე მინდა ვთქვა, რომ
ChatGPT-თან და არა მარტო სხვა ხელოვნურმა ინტელექტებმაც ეგრეთ წოდებული study valley დაამატა პრომპტებს, ანუ study valley რას ნიშნავს, რომ მაგალითად მე მათემატიკაში კვადრატული განტოლების გამოთვლა მიჭირს და მოდი მიმიყვანე აქამდე. იწყებს ეს study valley ძალიან მარტივ მაგალითს გაძლევს, სადაც შემდეგ უკვე ეუბნები, რომ ამ მაგალითში მე მგონი ესე უნდა იყოს, ხო? ეუბნება რა არის სწორი, რა არ არის სწორი და შენი პასუხების მიხედვით ხვდება რა არიცი. და უკვე გასწავლის იმას, რაც არიცი. ესეც რა აღმოჩენა გაგდა, ანუ მიმიყვა თხოვო უნდა, ხო? თხოვო უნდა, რომ აი აქედან ამ პუნქტამდე მიმიყვანე დამეხმარე, რომ გავერკვიო. ხო, მაგალითად იქ დისკრიმინანტი რას ნიშნავს და რატო არის და აი სწორად უნდა დაუსვათ კითხვა ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე და ამასაც სწავლა უნდა. მე ძალიან ბევრი რეკლამა შემხვედრია, რომ ChatGPT-ს მაგალითად უნდა შესწავლა პროფესიონალ დონეზე და ჩვენც ახლა გარდა იმისა, რომ ახალგაზრდა თაობაზე გვაქვს რომ აი აირჩიონ ეს პროფესიები, ჩვენც გვჭირდება უკვე კურსები კი არა, ანუ ეს AI-სთან ურთიერთობა ჩვენც გვჭირდება, არა მარტო ChatGPT, უამრავი რამ არის, რომ თუნდაც რაღაცა პატარა რეკლამა გავაკეთოთ, ვისაც ბიზნესი გვაქვს, ან სამსახურეობრივადაც თუნდაც ელემენტარული ყველაფერი гаджеტზე გადავიდა და აი რაღაცა პატარა კურსები გვჭირდება. აი რა, იცით, Google-ის საძიებო სისტემის რეკლამები, ვისაც განახი ძალიან ხიარულია, აი თითქოს ადამიანია Google-ին, მასთან რომ მიდიან სხვადასხვა შეკითხები და აი ეს სერიები ყველას გექნებათ განახი არც რომ ძალიან სასაცილო AI-ზე გავსი თუ არა. რაც უფრო სისულელეს დაუსვამ შეკითხვას, მით უფრო სისულელე პასუხი. ვიტყვი აუცილებლად მაგაზე MIT, ანუ პირველი უნივერსიტეტი, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელმაც სპეციალურად Google-ის, OpenAI-ის, ანუ ChatGPT-ის და სხვა ხელოვნური ინტელექტის დაკვეთით სპეციალურად დადო უფასო კურსები, როგორ უნდა გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, ამაზე ჩემს არხებზე მქონდა, რომ 15, 20, 30 სხვადასხვა კურსი არის უფასოდ დადებული. Google-საც აქვს ეს კურსები დადებული, რომ ზუსტად სწორად როგორ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, სწორედ თქვით და დღეს უკვე პროფესია არის ხელოვნური ინტელექტის ოპერატორი. ეს არის ჩვეულებრივი პროფესია და საკმაოდ მაღალ დანაზღაურებად. ანუ შენ ამ ადამიანს ეუბნები, რა პრომპტი გჭირდება და ეს ადამიანი გიწერს ამას ხელოვნური ინტელექტი და შემდეგ უკვე გიბრუნებს რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი. მაინტერესებს ზურა თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ, თქვენი პროფესია იქნება პროფესიებს შორის ერთ-ერთი მოწინავე პროფესია? და განვითარებასთან ერთად შეიძლება რომ სახეცვლილი იყოს ეს პროფესიაც სამომავლოდ. სახეცვლილი აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ჩვენი პროფესია ყველაზე სწრაფად ვითარდება სხვა პროფესიებთან შედარებით. არც ერთ პროფესიას რა თქმა უნდა არ ვაკნინებ ამით, ყველა პროფესია თავისთავად ყველა საინტერესოა ადამიანს გააჩნია, უბრალოდ 10 წელი რო ავიღოთ 2015 წლიდან 2025 წლამდე 2015 წელს 2015 წლის პროექტებს ახლა რო ვუყურებ, რაზე ვხარჯავდი 3 თვეს, ახლა იმ პროექტს წერ 3 წუთში არა, მაგრამ 10 წუთში ვწერ. ჩვენ წაგებულობდი და 15 წუთს ხარჯავდი სტუმრებზე და ახლა შევამცირებ და 7-8 წუთში შეგვიძლია გამოშეკუმარი, ძალიან ბევრს. არა. ხო, იმიტომ რომ ტექნოლოგია ჩვენ სფეროში იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მონაცემთა ბაზები იქნება, ეს ტექნოლოგიები იქნება თუ სხვა მიმართულებები ძალიან სწრაფად ვითარდება და ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. ისევე როგორც ხელოვნური ინტელექტი ინსტრუმენტია, ჩვენი დამხმარეა, რომ მოგცეს ძალიან დიდი ინფორმაცია ძალიან მარტივად და ერთი პრომპტით, შესაბამისია ზუსტად ჩვენი პროფესიის განვითარებაც. იგივე LinkedIn-ის შემქმნელი ამბობდა, რომ 6 თვის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ აი ახლა რაც ხდება, ეს მოხდებოდა და აქედან 6 თვეში კიდე რა მოხდება, ის კი ის არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად ვითარდება ეს მიმართულება და ეს სფერო. წეგან განათლებაზე იყო საუბარი და ყოველთვის ბავშვებთან, როცა საუბარი მაქვს, ბავშვებს ვეუბნები, რომ წარმოიდგინეთ, წაიკითხეთ რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოები. მაგალითად, ბავშვობაში, როდესაც საიმუშკეტერი წავიკითხე, ყოველთვის მინდოდა მენახა ეს დეტრევილი კომისარი, როგორი იყო ნაგობით, მაგალითად. AI-ში გააკეთე უკვე? მე კი გავაკეთე, მაგრამ ბავშვებს ვეუბნებით, რომ წარმოიდგინეთ, წაიკითხეთ ლიტერატურული ნაწარმოები და ის მხოლოდ წარმოსახვაში კი არ წარმოიდგინეთ, არამედ ჩვეულებრივად ხელოვნურ ინტელექტს უთხარით, დაუკვეთეთ და იმის ვიზუალური ნაწილი მოგცათ მეთქი და აქ ორი კურდღლის ამბავია, იმიტომ რომ ერთი რომ ლიტერატურული ნაწარმოების, იმიტომ წაიკითხენ, რომ შემდეგ დაინახონ, როგორი შედეგი ექნება და მეორე იგივე ხელოვნური ინტელექტის დადებითი ასპექტით გამოყენება, იმიტომ რომ ეს
ამახსოვრდება, მარტივად დაამახსოვრდება, იგივე ვთქვათ, ნაუტილუსი როგორ იყო შიგნიდან, საიდუმლო კუნძულზე როგორ დადიოდა ეს ადამიანები. ან თუნდაც ორი კურდღელი ვახსენეთ და დაგუგლეთ კურდღელი რა არის საერთოდ, იმიტომ რომ ქალაქებში ვცხოვრობ, სხვა ორგანიზმებს უკვე ადამიანების გარდა პრინციპში ვერ ვხედავ. ხო, აი ზუსტად, ანუ მსგავსი რაღაცეებისთვის არის ძალიან კარგი, იგივე ლაივ ჩარტებზე როდესაც მქონდა, განვიხილავდით ბიოლოგიაში როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოთ, იგივე არის უჯრედის აგებულება, უჯრედი დანახული მქონდა მხოლოდ და მხოლოდ წიგნში პატარა ფოტოზე. ეხლა შეგიძლია რომ მთელი ეს გოლჯის კომპლექსი ან მისი ბირთვი ან მემბრანი ან ციტოპლაზმი ან ყველაფერი ან ბიოლოგიაზე ჩავედით, წარმოედგინეთ რა მაგარია, მართლა შავ-თეთრი ფოტოები ქონა. ნახე და თუ ჩვენ დროს მით უმეტეს თუ გაგიმართლებდა და მიკროსკოპი გქონდა, ნუ მთელ სკოლაზე ერთი ალბათ რომელიღაცა ფოთლის ერთ უჯრედს დაინახავდი იოდით შეღებილ. კი, ხახვის ერთი ის გვაქვს ნახე. წაგვიყვანეს სპეციალურად ექსკურსია იყო, მაგით ხახზე დააწვეთებდი და იქ ნახულობდი უჯრედის ანატომიას, პლასტმასის ძვლებზე სწავლობდა სტუდენტები, მახსოვს და იქ რაღაც სპეციალური, ანუ ადგილები რო არის, სადაც კუნთი, მყესი რაღაცები ემაგრება, ეს პლასტმასზე ძალიან კარგად არ იყო გამოკვეთილი, მახსოვს და ანუ იქ უნდა წარმოგედგინა და ყავდა განსაკუთრებული ხალხი, რა თქმა უნდა, დღეს ექიმები არიან, ვინც გამოირჩეოდა მუნარიდან თანაჩენებს, ახლა ვისაც ჭირდებოდა ვიზუალიზაცია, აი ეს უბრალოდ უყურებდით, რომ აი აქ იგულისხმებოდა რაღაც. კი, ნამდვილად. აი მედიცინას შევეხეთ და საინტერესო თქვენ როგორ ფიქრობთ, რა როლი ხო უკავია მედიცინაში? AI-ს. ხო. დიდი როლი უჭირავს იმ მხრივ, რომ შეუძლია ანალიზი და სწრაფი ინფორმაციის გაცემა. რაც ნიშნავს შემდეგს, რომ მაგალითად მძიმე პაციენტები, რომლებიც არიან და მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა მაგალითად იმ ქალაქში, ხო? ხშირია შემთხვევა, ნუ ბავშვებზე, მოზარდებზე, დასრულებს და ასე შემდეგ, ნუ სამწუხარო შემთხვევები არის, როდესაც ნუ თქვათ ავარია ხდება და ასე შემდეგ. და ექიმი ჰაუსი ყველგან არ ცხოვრობს. ექიმი ჰაუსი ყველგან არ ცხოვრობს, არის მძიმე შემთხვევა, ხო? ამ მხრივ ძალიან კარგი და სასარგებლო არის, რომ მთლიანად გაძლევს ინფორმაციას სად, რომელ კლინიკაში, როგორი წესით და რა პირობებში უკურნალეს ამა თუ იმ ადამიანს და პლუს მაგას კიდე ერთი იყო, რომ დისტანციურად ხდება უკვე ოპერაციის გაკეთება. პეკინში გააკეთა მაგალითად იტალიელმა ექიმმა იტალიიდან, რომიდან პეკინში გააკეთა ოპერაცია დისტანციურად 5G ინტერნეტის დახმარებით და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. მიკრომანიპულატორების. ხო, მიკრომანიპულატორები. კი ბატონო, და როგორც ვიცი, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. კი, და პაციენტი გადარჩა, მის სიცოცხლეს საფრთხე ეხებოდა, 99% იყო, რომ ფატალურ შედეგზე გადიოდა, თუმცა ამ ტექნოლოგიამ განაპირობა ის, რომ ეს პაციენტი გადარჩა. და გადაფრენაზე დრო არ დაიხარჯა, უშუალოდ 12 საათი როცა უნდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რობოტი ჩაანაცვლებს ქირურგებს. ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს, მაგას გეტყვით, იმიტომ რომ მინიმუმ რო ავიღოთ ადამიანი რო გამოფხიზდება, სანამ რობოტმა ინახავს, უნდა რომ ისევ ადამიანი ისევ არ შებრუნდეს უკან. ხო. და გამოფხიზებულზე რობოტის თანახმა არავის არ უნდა ნახოთ რაც. თავარია პირიქითაც არ იყოს, მაგალითად, ოდესღაც როცა გაყოლება უკვე კიბერნეტიკული ორგანიზმები და რობოტები, რობოტის შეკეთების შემდეგ თვალს რო გაახავს და ადამიანს დაინახავს, მაგალითად ხო, ნუ დამხმარე იქნება, ასისტენტი იქნება, მაგრამ ჩანაცვლება არც ერთი დღევანდელი დღით გადმოსახედიდან არც ერთი მიდგომით ექიმის ჩანაცვლება არ ხდება. როცა სწორად ვიყენებთ, აი რამდენი სასიკეთო რამ ჩამოთვალეთ ეხა. ხო, მაგრამ ეხა როცა უაზროდ ვიყენებთ, ხელში გვაქვს მთელი დღე და გადის დრო, ცხოვრება და აქ რაღაცით ვერთობით, იმიტომ რომ სკროლავთ, რა თქმა უნდა საზიანოა. მე ვფიქრობ ჩანაცვლების შიში ზოგადად ადამიანებს აქვთ, აი ყოველ ჯერზე ვინც წინათაობა ხდება, ხო ჩვენს გემუქრება, ყველას ემუქრება ეს, აი ყველას ეწყება ეს ჩანაცვლების შიში, ხო აი მე ახლა ნუ რა აი მე უკვე საჭირო აღარ ვარ და ამიტომ გადაგვაქვს ეს პრობლემა ჯერ ცოცხლებზე, ორგანიზმებზე და მე უკვე როდესაც ისინი გვარწმუნებენ რომ არა ჩვენი გვიყვარხარ ნებისმიერ გვარში აზგინდა ის გააკეთე, მაშინ უკვე რაღაც ტექნოლოგიებზე ან პროექციები ხდება საკუთარი უსარგებლობის შეგრძნების რაღაც დანადგარებზე. და ამიტომაც გვეშინია რომ რაღაცა ჩაგვანაცვლოს. ზურა, ეხლა ჩვენ რომ მოკლედ არ ჩამორჩეთ ამ AI-ს, ჩვენთვის მაგალითად ეხლა უკვე აი ამ ასაკში თუ არის ესეთი კურსები, რომ რაღაცა მინიმალური მაინც ვისწავლოთ, რა თქმა უნდა, კი, მაგრამ აი რა უნარები უნდა გქონდეს განსაკუთრებით გამოკვეთილი? კურსები არ ნუ ინგლისურ ენაზე ძალიან ბევრი კურსები ანუ ქართულ ხო, ენა პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ აუცილებლად. ენა ხო და ენის შესასწავლებლად ხელოვნური ინტელექტი ძალიან კარგია, მინდა გითხრათ, ერთ-ერთი ენის შესწავლას ვცდილობ ახლა დროიდან გამომდინარე. Duolingo ერთ-ერთი ძალიან ესეთია პოპულარული. ChatGPT-ის study mode-ით ვცდილობ რომ ვისწავლო ერთ-ერთი ევროპული ენა ამ ეტაპზე. ნახოთ
რა შედეგებზე გავა. ძალიან დიდი მადლობა სურა. გადასწარე. კი ბატონო. მოკლედ ლაპარაკობთ სხვადასხვა პროფესიებზე, ვარჩევდით იმას თუ როგორ დაგვეხმარება ხელოვნური ინტელექტი იმაში, რომ ვიპოვოთ პროფესია, განვითარდეთ ამ პროფესიაში, თუნდაც ხელოვნური ინტელექტთან ურთიერთობა იყოს ჩვენი პროფესიის ნაწილი. მაგრამ როდესაც რაღაც საქმით ყავდებით ადამიანები, ხშირად ხდება ისე, რომ ამ სამსახურში ლიდერთან იქნება თუ ბოსთან ურთიერთობა, ამას მნიშვნელობა რა აქვს, ჯამში ვიღლებით, ხო? დაღლა არის ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც თუ შეიძლება ძალიანაც გიყვარდეს შენი საქმე, მაგრამ რაღაც მომენტში ის საქმიანობა არ აკმაყოფილებს, მაგრამ რაღაცას თუნდაც აი არ ვიცი, ლექსი ვახსენებ მანდა, ლექსს წერ და აი რითმა ვერ უპოვე, ხო? გვინახავს ალბათ პოეტების დაუშვათ შავი რვეულები, სადაც აი გადაჭყაპნილია ხაზები და მთელი ამბავი და შეიძლება ამაზე თვეებიც იწვალო რაღაც ერთ კონკრეტული ფრაზის გამო. თუმცა ნუ ეს იმ შემთხვევაში, როდესაც მართლა გიყვარს რასაც აკეთებ. არის შემთხვევები, როდესაც ნუ სამსახურს აკეთებ უბრალოდ იმიტომ, რომ სამსახური გააკეთო, ხო? გჭირდება ელემენტარული დანაზღაურება, გჭირდება ადამიანებს, ახლა არ არის განბივრებული ყველა, იმითი რომ მაინც და მაინც აკეთებდეს იმას, რაც უნდა. ასე ხდება ცხოვრებაში, ხა თლათ ცისარტყელებში არ ცხოვრობთ სამწუხაროდ და ხდება ისე რომ თუ კიდე ამ ყველაფერს ემატება რომ სამუშაო გარემო არ გიწყობს ხელს, თუნდაც შენს გამო, ხო? ახლა ჩვენ შეიძლება ვერ წვდებოდეთ რომ ჩვენ თვითონ ვაფუჭებთ სამუშაო გარემოს, ვიღლებით ხოლმე ძალიან და შეიძლება მივიდეთ პროფესიულ გადაწვამდეც. ხო და პატ ახლა შენ თუ გადაიღალე ამ წინა გავალ ხო? მადლობა სოფო რომ დამასვენე. ზუსტად ამ გადაწვეს და გადახაზო ლაპარაკობდით და ალბათ ენა დამება და დროზე გადამარჩინე. ალბათ რუსუდან გაჭაყვაძე კოსტუმრად, ფსიქოლოგი პროფესიით და გვინდა რომ აგვიხსნათ რა არის გადაწვა, რა დროს ხდება, იმდა ერთია რაც ჩვენ ვივარაუდეთ და უშუალოდ და მეორეა რეალობა, რასაც მით უმეტეს სპეციალისტები ხედავენ და ალბათ ნელ-ნელა მივიდეთ იმ საკითხამდე თუ როგორ შეიძლება ამას გაუმკლავდეთ, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ პირობები არ იცვლება. რაღაცნაირად ადაპტაცია უნდა მოახერხოთ. მოგესალმებით ტელემაყურებელს. ნამდვილად ესეთი საინტერესო და საჭიროებათა საკითხია. პროფესიული გადაწვა ეს გახლავთ სინდრომი, რომელიც რამდენიმე რაღაცას მოიაზრებს საკუთარ თავში. პირველად ეს ტერმინი გამოიყენა ზუსტად არ მახსოვს ჰერმან ფროიბერგერი იყო თუ არ ვცდები 1974 წელს და რაც დააკვირდა ეს ადამიანი. მუშაობდა ფსიქიკური დახმარების ცენტრში და შენიშნა, რომ აქ ვინც მოხალისეები მოდიოდნენ, დასაწყისში ყველანი იყვნენ ძალიან მოტივირებულები, თერისული და გული ჩართული საქმეში, მაგრამ თანდათანობით დროსთან ერთად ეს ადამიანები რაღაცნაირად ხდებოდნენ უფრო გულსივები, ემპათია ნაკლები ჰქონდათ და мотиваციაც ეცემოდა დაბლა. და პირველად მაშინ დაინტერესდა თვითონ ამ საკითხით, მაგრამ შემდეგ რაღაც პერიოდი ამ თემაზე საუბარი მაინც აღარ იყო და მე-20 საუკუნის ბოლოსკენ სადღაც 80-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგმა კრისტინა მასლაჩმა მიაქცია ამ ტერმინს ყურადღება და სხვათა შორის მან შექმნა ინსტრუმენტი საკვლევი ამ პროფესიული გადაწვის, რომელიც დღესაც ძალიან წარმატებით გამოიყენება და ითვლება, რომ ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტი ამ საკითხის შესასწავლად და რა არის პროფესიული გადაწვა, რას მოიაზრებენ ამაში. ეს გახლავთ ადამიანის ემოციური, ფიზიკური და კოგნიტური გამოფიტვა, რომელიც გამოწვეულია სამსახურში არსებული სტრესით. ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ თვითონ ადამიანს აქვს რაღაცა პრობლემა შინაგანი და ვერ ახერხებს ამ სტრესის რეგულაციას. საქმე იმაშია, რომ აქ ლაპარაკია ზუსტად სამსახურზე. ზუსტად იმაზე, რომ სამუშაო ადგილი არის სტრესული, ვერ ხერხდება ამ სტრესის მართვა და საბოლოო ჯამში მივდივართ პროფესიულ გადაწვამდე. ეხლა რა ქვეპუნქტებს მოიაზრებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, პროფესიული გადაწვა. სამი კომპონენტისგან შედგება, ეს არის ემოციური გამოფიტვა, ეს არის დეპერსონალიზაცია და ეს არის პიროვნული მიღწევების რედუქცია. ეხლა მოკლედ რო თითოეულ შევეხოთ, ყველაზე პირველად დგება ემოციური გამოფიტვის სტადია. სტადიაც არ არის ფაქტიურად ემოციური გამოფიტვა. რა იგულისხმება ემოციურ გამოფიტვაში? იგულისხმება ეს, რომ ადამიანს აქვს დაღლილობის განცდა, აპათია, ინტერესი აქვს დაკარგული
და ხედავს, რომ აღარ აქვს იმისი რესურსი, რომ ძველებურად იმუშაოს და გააგრძელოს თავისი საქმიანობა. Აი, ემოციური გამოფიტვა შემდეგ იწევს დეპერსონალიზაციას და შემდეგ იწევს პირადი მიღწევების რედუქციას. დეპერსონალიზაცია რას გულისხმობს? დეპერსონალიზაცია გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დისტანცირდება სხვებისგან, განსაკუთრებით იმათგან, ვისთანაც მას ყოველდღიური შეხება აქვს. ხდება ცინიკური, ხდება ცივი, ემპათიის ნაკლებობა, თანაგრძნობის ნაკლებობა და შესაბამისად ადამიანებთან ურთიერთობის ინტერესის დაკარგვა. თითქოს რაღაცნაირად აი კედელს აშენებს მასა და დანარჩენ ადამიანებს შორის. რაც შეეხება პირადი მიღწევების რედუქციას, აქ იგულისხმება ის, რომ ადამიანი თulis რომ როგორც პროფესიონალი ვეღარ ფუნქციონირებს, აი თვითეფექტურობა მისი დაბალია, აქვს იმისი განცდა, რომ არავინ არ აფასებს მის შრომას, აქვს იმისი განცდა, რომ თქვათ უსამართლოდ ექცევიან, სიტყვაზე დაწინაურება მას ეკუთვნოდა, მაგრამ ვიღაცა სხვა დააწინაურეს და ბოლო-ბოლო საერთოდ ეჭვი ეპარება იმაში, ვარგი ვარ თუ არა მე როგორც პროფესიონალი. და რეალურად შესაძლებელია შვენიერი პროფესიონალი იყოს, მაგრამ აი ეს არის ზუსტად პროფესიული გადაწვაში პრობლემური, რომ თვითონვე ეპარება თავის შესაძლებლობებში ეჭვი და მეაჩნია, რომ რაღაც ვერაფერს ვერ იზამს, მაინც არაფერი არ გამოუვა და საბოლოოდ ისიც შესაძლებელია, რომ სამსახურიდან საერთოდ წავიდეს. მახსოვს ჩემი ახლობელი მიყვებოდა ზუსტად ამ დღეს ვსაუბრობდით ამაზე. ერთ-ერთი დაწესებულება, ადამიანი, რომელსაც უნდა ემუშავა და რომ შეხედა, რომ რიგი იყო უზარმაზარი მოქალაქეების მისაღებად, წავიდა, მოიყვანა მეორე თანამშრომელი და დაწერა განცხადება. განცხადება წამოვიდა სამსახურიდან. ანუ, ნახეთ რა შეასაქმე, ხა გუშინ თქვათ, კარგად იყო შეეძლო, დღეს აღარ არის. საქმე იმაშია, რომ აი ეს პროფესიული გადაწვა პროცესია, ეს არ ხდება დაუშვათ ერთ დღეში, ეს არ ხდება არც ერთ თვეში. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც გრძელდება ესეთი სტრესული სიტუაცია სამსახურში, ხდება ისეც, რომ ადამიანი ფიქრობს, აი, რა მირჩევნია მე სამსახურში დავრჩე, თუ ცოცხალი გადავრჩე. ან თუნდაც ახალ სამსახურში ვცადობედი. ხო, კი, ანუ როცა ხედავს უკვე რომ მას აღარ ყოფნის რესურსები ამ საქმის გასაგრძელებლად, მერე უბრალოდ უფიქრდება, ეხლა ვინ როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს ხო ინდივიდუალურია ცხადია. ხო, ვიღაცა შეიძლება დარჩეს, მაინც განაგრძოს იქ მუშაობა და დაუშვათ აი რაღაცა პერიოდი აიღოს, რომ ცოტას დავისვენებ, ესე თქვა გოს. ხალბატონოსან, აი ამ გადაწვას ფსიქოლოგის მეშვეობით, რა თქმა უნდა, დავძლებთ, მაგრამ ვიცით ახლა ყველამ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ მიდის, იმიტომ რომ გონია, რომ უკიდურესი პრობლემა უნდა ქონდეს ფსიქოლოგთან რომ მივიდეს. როგორ შეიძლება ნახოს გამოსავალი? გარდა იმისა, რომ დაისვენოს სახლში, შეიძლება ეს სტრესი უკვე სხვა მიმართულებით წაუვიდეს და დარჩეს ხანგრძლივად ამ მდგომარეობაში. კი, ნახეთ, ვინაიდან ეს არის სტრესით გამოწვეული, აქ ზოგადად გამოგვადგება ყველა ის ტექნიკა და მეთოდი, რაც გვჭირდება სტრესის მართვის დროს. სულ ერთია სამუშაოდ იქნება გამოწვეული, ოჯახში არეული ურთიერთობებით თუ ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციით. და არსებობს, რა თქმა უნდა, საშუალებები, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რამდენიმე რო ვთქვათ. და სხვათა შორის, როდესაც სტრესულ მდგომარეობაში ვართ, ზოგჯერ ადამიანი თვითონ, ესე ვთქვათ, ინტუიტურად ხვდება რა უშველის მას ამ დროს და რა დაეხმარება სტრესის დაძლევაში. ძალიან კარგად მოქმედებს ზოგადად სტრესის დაძლებაზე ფიზიკური აქტივობა. ეს იქნება სიარული, ეს იქნება ცურვა, ეს იქნება ცეკვა, ეს იქნება სეირნობა, ანუ ფიზიკური აქტივობის დროს გამომუშავდება ენდორფინები, რომელიც სიამოვნების ჰორმონებია და ეს თავისთავად გვეხმარება ჩვენ სტრესის დაძლევაში. ვიღაცისთვის შეიძლება სტრესის დაძლევის, ესე ვთქვათ, ბუნებრივი საშუალება აღმოჩნდეს, მეგობართან მისვლა, მეგობართან საუბარი და მხარდაჭერაც, აი სოციალური მხარდაჭერა. ოჯახის წევრები იქნება, ახლობლები იქნება, მეგობრები თუ კოლეგები, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ეს რაც როგორ გითხრათ და ყოველგვარი ფსიქოლოგიური ჩარევის გარეშე და ფსიქოლოგთან მისვლის გარეშე შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, უბრალოდ თავისი თუ მივა აქამდე. თორე ფსიქოლოგიაშიც რა თქმა უნდა არის სუნთქვითი ვარჯიშებია ძალიან კარგი სტრესის მოსახსნელად. ეს შეეხება პროფესიული სტრესით გამოწვეული იქნება თუ ნებისმიერი სტრესი, რომელიც არის. ანუ სუნთქვითი ვარჯიშები გულისხმობს ღრმა სუნთქას, ანუ ცხვირით შევისუნთქავთ ბოლომდე, 1-2 წამი შევაკავებ და პირით ნელ-ნელა ამოვუშვებთ. დაახლოებით 3-4 ჯერ ასეთი ჩასუნთქვა ძალიან კარგად ჩვენის რა დროს, როდესაც ვშფოთავთ.
როდესაც გულისცემა გაძლიერებული გვაქვს და მომატებული გვაქვს, ეს არის შვენიერი დასარებულება. ანუ ემოციური პასუხი უფრო სწრაფია ვიდრე გააზრება, შესაბამისად თუ ემოციებს ამით შევაკაებ ცოტა ხანი უბრალოდ, ავტომატურად მწიფდება რაციონალური გადაწყვეტილება და რაც თანაბარდობა ჩნდება. მაგრამ რა ვქნათ იმ შემთხვევაში, როდესაც აი თავიდან ვახსენე, კი ბატონო, შენი საყვარელი საქმის კეთების დროს გადაიწვი, ეგ ერთი პრობლემაა, მაგრამ ასეთი გარემოება აქვს ხალხს, ხო, ცხოვრებაში, როცა აკეთებენ საქმეს უბრალოდ იმიტომ, რომ ანაზღაურების გამო არჩია და მე მართლა დაიღალა ხა დაუშვათ უნდა რომ ხატვარი ყოფილიყო და მუშაობს, არ ვიცი, მუსიკოსად და არ უნდა ეს მუსიკა. აი ამ შემთხვევაში რო იწვევა, მაშინ რა უნდა ქნას? ხო, ნახეთ, რა შემთხვევაშია ცა უნდა გადაიწვას, გადაწვა არის გადაწვა. ოღონდ შეხედეთ ჩვენ უნდა განვასხვაოთ გადაღლა სამსახურში, როდესაც მუშაობდა ფიღლებით და რასაც კონკრეტულად გადაწვა ქვია. იმიტომ რომ გადაღლა ნახეთ დღის ბოლოს ფაქტიურად ვინც მუშაობთ და განსაკუთრებით ესე ადამიანებთან შეხება ვისაც უყვებს, განსაკუთრებით და რომელი ჯგუფია რისკის ქვეშ. ესენი არიან მასწავლებლები, ექიმები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, მომსახურების სფეროს ადამიანები, რომლებსაც ყოველ დღე უწევთ დიდი რაოდენობის ადამიანებთან შეხება. კომუნიკაციის პრობლემა ყოფილა მაშინ. კომუნიკაციის პრობლემა ნახეთ, პრობლემა მერე ჩდება, როდესაც აღარც კომუნიკაცია აღარ გინდა, აღარ ძალაპარაკების სურვილი არ გაქვს. ემპათია საერთოდ გიქრება და აი, განსაკუთრებით როცა დეპერსონალიზაციის სიტუაცია, აი, ადამიანებს უყურებთ როგორც ობიექტებს. აი, თქვენ მასწავლებელი მოსწავლეებს აღიქვამს როგორც ობიექტები და არა ცოცხალი რეალური მოსწავლეები, რომელთანაც ემპათია საჭიროა, თანაგზნობა საჭიროა. მათენაზე საუბარი საჭიროა, ხო? მოსწავლე ნომერი 5, პაციენტი ნომერი 57-ია ეს, ხო? ეს გადაღლა ალბათ ცხოვრებაში ყველას გქონია. მე მქონდა მაგალითად და მე რაღაც თითქოს სიახლე გინდა რა. იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე ჩერდები, როდესაც სულ ერთი და იგივე საკეთებ და მე გინდა რომ რაღაცა ახალი გააკეთო და არის თუ არა ეს თუნდაც აი იმ გუნდის ბრალი, ანი მენეჯერის, ანი მენეჯმენტის, რომ არ თავაზობს ახალ სიტუაციას, აი ამ კადრებს. ეხლა პაატამ რაც ახსენა, აი კიდე მეორე ტკივილია, როცა ადამიანები თავის პროფესიით ვერ იწყებენ მუშაობას და სხვა ადგილას იმიტომ რომ თავი ერჩინონ მუშაობენ, მაგრამ ეს კიდე სხვა სტრესთან მიდის, ალბათ კიდე უფრო ურთულეს მდგომარეობაში ვარდება ამ დროს ადამიანი. კი, ნახეთ, აი სიახლე თქვი თქვენ, ხო, სიახლე ახსენეთ. სიახლის სურვილი ეგ სხვა. ეგ შეიძლება ადამიანი სულაც არ იყოს პროფესიულად გადამწვარი, მაგრამ რაღაც მობეზრდეს იქ, რაღაც ან ახალ ეტაპზე გადასვლა მოუნდეს, ხო, ყველას გვიმუშავე ესე თქვა, მე წოდესღაც რაღაც სხვა საქმით ვიყავი დაკავებული, მე გადავწყვიტე რომ ეს აღარ მინდა, ახლა მოდი რაღაც ახალს გავაკეთებ. სიახლის სურვილი სხვა, განსაკუთრებით თუ ძალიან მონოტორული სამუშაოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ გადამწვარი ადამიანი. რა, აი პროფესიულ გადაწვამდეა მისული. პროფესიული გადაწვა, როგორც გითხარით, აი იმიტომ არის როგორ გითხარით, აი რთული და როგორმე არ უნდა მივიდეთ აქამდე, რომ ფაქტიურად ადამიანს სურვილიც აღარ აქვს, თანაგზნობაც აღარ აქვს, საკუთარი თავისაც აღარ ჯერა, თავისი შესაძლებლობებისაც აღარ ჯერა. უფუნქციოს ხდის შეიძლება ითქვას, უფუნქციოს ხდის და საკუთარი თავის რწმენას გვაქვს. ენერგიას სწორად უნდა წარმართოთ. ხო, მაშინ რა თქვა სპორტსმენებმა, მოცეკვავებმა 24 საათი ძელთან რო არიან, მაგალითად 6 საათი, 8 საათი მთელი დღე და ისინი არ ნებდებიან. ალბათ იმათაც აქვთ, ხო რაღაც. ნახეთ რა შეასაქმე. აი თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ აი გარემოცო. აბსოლუტურად სწორი, აი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აი ბოლო დროინდელ კვლევებში ნახსენები აქვს ზუსტად პროფესიულ გადაწვაზეა საუბარი და ისინი არ ამბობენ, რა თქმა უნდა, არ ამბობენ, რომ ეს არის დაავადება, მაგრამ ნახოთ როგორ რაღაცას ამბობენ. ისინი თვლიან, რომ ეს ძირითადად სწორედ იმ გარემოს ბრალია, სწორედ სამსახურის ბრალია და არა პიროვნების. იმიტომ რომ როდის იწყება თუ ადამიანს იმაზე მეტი საქმე აქვს, ვიდრე მისი საკეთება შეუძლია. თუ იმდენად მეტ ბევრია დავალება, რომ ჩემი რესურსები ამისთვის აღარ არის საკმარისი, მე ვეღარ ვუკლავდები. და ბუნებრივია აქ რამდენად სწორად არის საქმე განაწილებული. ასე რომ და როგორც მკვლევარები გვეუბნებიან, სადღაც 70% აი ამ პრობლემაში არის თვითონ ორგანიზაციის წილი და სადღაც 30%-ია პიროვნების წილი აქვს. ასე რომ ესეც რა თქმა უნდა დასაფიქრებელია ყველა ორგანიზაციისთვის და რატომ თუ მისი თანამშრომლები არიან ესე რომ ვთქვათ პროფესიულად გადამწვარი, მათი შრომის ეფექტურობა და შრომის ხარისხი არის ძალიან დაბალი. და მთლიანობაში საქმე მიდის იქამდე, რომ ეს დაწესებულება, ეს ორგანიზაცია, რა ვიცი, რომელიც იქნება,
ვერ მოქმედებს, ვერ მუშაობს ეფექტურად. შესაძლებელია თქვა შრომის ბაზარზეც დადგეს საკითხი, რამდენად საჭიროა ასეთი რამ. ამიტომ ბუნებრივია, ხელმძღვანელები, მენეჯერები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ არის განაწილებული საქმე თანამშრომლებს შორის. და კიდე ერთი მომენტია, ნახეთ, აქ საქმის განაწილება ერთია და განსაკუთრებით, როდესაც პიროვნული მიღწევების რედუქციაზეა საუბარი. როცა ადამიანი რაღაცას აკეთებს და თუ კარგად აკეთებს, მას ჭირდება თუნდაც შექება იმისთვის, რომ მიხვდეს, რომ რაღაცა კარგად გააკეთა. ანუ უკავშირის გარეშე მას აქვს ისეთი განცდა, რომ უშედეგოა მისი ხო, აი რა აზრი აქვს რომ ვაკეთებ, მე რა რომ ვაკეთებ. ეხლა ფინანსური წახალისება. მადლობა, უფასო არა აფთიაქში. ხო, არ უნდა მასაც ყიდვა, შეგიძლია 1-2 თბილი სიტყვა უთხრა, რომ აი ოჯახ კარგია და რაღაცაში. მოკლედ უკავშირი მიიღოს, რომ ტყუილა არ შრომობს და რაღაცა აზრი დაუფასოს. ძალიან დიდი მადლობა გაბატონ რუსუდან, დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ თემას კიდე არაერთხელ შევეხებით, წლიდან წლამდე ჩვენაც დაგჭირდება. ყველას. ასე რომ, რა ვიცი, რამდენიმე წამში ახალი თემით დაგიბრუნდებით რა თქმა უნდა. ესე იგი ჩვენ საუბრობდით ემოციურ გადაღლაზე, ჩვენ ვისაუბრეთ პროფესიულ გადაწვაზე, სტრესზე და ჩვენმა სტუმარმაც აღნიშნა, რომ ამ დროს ერთ-ერთი არ ვიცი, პირველად იდახმარება არის სპორტული ცხოვრება და ფიზიკური აქტივობით დაკავება და არ მივდივართ შორს ამ თემიდან ჯანსაღსხეულში ჯანსაღისურია. ხო, უნდა ვისაუბროთ სპორტზე და ჯანმრთელობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ამორის უნიშნელოვანეს როლზე ერთი მეორის გარეშე გამორიცხულია ეს ორი რამ. მოდი არ მინდა დრო დავკარგო, სტუმარი უნდა წარმოადგინო და უნდა წარმოადგინო მისი სტატუსებიც, ესე იგი თეუნა ლაფერაშვილი უნდა შემოგვიერთდეს, შიტორიუ კარატე, მესამე დანი, შავი ქამარი, კიო კუშინკაი კარატე 1 კიუ. მოკლედ ეს არის ადამიანი, რომლის სამოღვაწეო პერიოდი კარატეში 36 წელს ითვლის და შეიძლება რომ ლოგიკურიც იქნება თამამად თქვათ რომ ამ ადამიანის ცხოვრება არ ვიცით ალბათ რაც ამ ქვეყნად მოევლინა იქიდანვე იწყება მისი სპორტული ცხოვრება, რომელიც მის ოჯახის წევრებზეც გავრცელდა და ამაზე ყველაფერზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. მოვბრძანდით დღემშვიდობისა. მოგესალმებით. როგორ ხართ? სპორტულად, ხო? ნამდვილად. არ არის ძალიან დიდი დროა 36 წელი, როდესაც აკეთებ შენს საყვარელ საქმეს, რომელიც ერთგვარ ასევე უზრუნველყოფს შენს ჯანმრთელობას, ასევე უზრუნველყოფს სხვის ჯანმრთელობასაც, იმიტომ რომ თქვენ პროფესიით ხართ ასევე ტრამვების სპორტული ტრამვების რეაბილიტაცია. კი ბატონო, ხო. ანუ არა მხოლოდ სხვის ჯანმრთელობაზეც ვფიქრობთ. მოკლედ, მოდი დავიწყოთ, აი როგორ დაიწყეთ ეს სპორტული ცხოვრება და აი მოკლედ რო გითხრათ, აი ეს თქვენი განვლილი 36 წელი რას ნიშნავს? დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, უყოლას მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელსაც. საკმაოდ საინტერესო თემა სპორტი და რეაბილიტაცია, მედიცინა. სურს ამაზე ჩემი შეხედულება მოგახსენოთ, მაგრამ სანამ საუბარს დავიწყებ, ხელებს ხშირად ხმარობ და წარმოგიდგენთ, რომ აქვს ხელზე სპორტული ტრაუმა ვარჯიშის დროს, რომელიც რეაბილიტაციის პერიოდშია და თუ გამოჩნდა სცენაზე, იმედია ხელს არ შეგიშლით. რაც შემეხება, მე ვარჯიშობ 4 წლიდან მამის გადაწყვეტილებით. მქონდა სურვილი, რომ ყოფილიყავი ჯანმრთელი და ძლიერი ადამიანი. უბრალოდ იმიტომ, რომ ყოფილიყავი კარგ ფორმაში, თავიდან იყო მსგავსი დაინტერესება, შემდგომში უფრო ღრმა ფილოსოფიური დაინტერესება გამოიწვია ამ ყველაფერმა ჩემი სახით, იმიტომ რომ მოგახსენებათ აღმოსავლური ორთაბრძოლები, აღმოსავლური ლიტერატურა, კულტურა, ტრადიციები, ეს ყველაფერი ძალიან ღრმა ფილოსოფიურ ცოდნას მოიცავს. სხვადასხვა კულტურასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე გამიტაცა ესე რომ ვთქვა ძალიან ფართოდ. მით უმეტეს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან. რაც უფრო მეტად ვარჯიშობ კონკრეტულად კარატეში, მით უფრო მეტად ორმავდები საკუთარ შესაძლებლობებს, საკუთარ თავს, საკუთარი თავის შეცნობა ხდება სხვადასხვა კუთხით, რამდენად გამძლე ხარ პრობლემის კი, ნამდვილად, იმიტომ რომ აქ არ ხდება მხოლოდ ტექნიკის დამუშავება, აქ ხდება ტრამვის ატანა.
ტრავმაზე მუშაობა, ფსიქოლოგიური მომზადება, სტრუქტურული ვარჯიშების ჩამოყალიბება, ასე რომ ვთქვათ, შემუშავება სავარჯიშო, საბრძოლო ხელოვნებების, რომელსაც წატამზე კომიტეტში ვარჯიშის დროს და ჯგუფის დროს ვიყენებთ. ტრავმასთან პრობლემები, როდესაც ტკივა, კუნთი გეთიშება და სუნთქვა გეკრება და ცდილობ რომ ეს ყველაფერი დაძლიო და რაც ყველაზე მთავარია, გაქვთ ძალიან ცოტა დრო, მთელი თვე, წელიწადი რაღაც წლები ვარჯიშობ და ამ 1 წუთში, 2 წუთში სპარინგის დროს უნდა ჩაატიო შენი მთლიანი გამოცდილება. შენ ზურგს უკან დგას შენი ქვეყანა, შენი ოჯახი, შენი მეგობრები, მწვრთნელი, ხალხი, ვინც შენ გიცნობს და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ყოველი სპორტსმენისთვის. რაც შეეხება რეაბილიტაციას, პირადად მე როგორც სპორტსმენს მქონდა ბევრი ტრავმები, რამაც მიმიყვანა ამ დასკვნამდე, რომ საჭიროა კონკრეტული განხრით რეაბილიტირება სპორტსმენების, რომელიც მოკლე დროში კარგ შედეგებს მოიტანს. მე კონკრეტულად მიყვარს უფრო საბრძოლო ხელოვნებასთან მობრძოლი ბავშვებთან ურთიერთობა ადამიანებთან, იმიტომ რომ ზუსტად მესმის მათი ტკივილი, ზუსტად ვიცი რას გრძნობენ ჩხუბის დროს და რა ტრავმა არის შემდეგ შეიძლება გქონდეთ და როგორ მოხდეს მათი სწრაფი რეაბილიტირება, იმიტომ რომ სწრაფ აქ არის დრო ლიმიტირება. წამებშია ხო ალბათ. ისედაც რეაბილიტაცია სჭირდება ხანგრძლივი პერიოდი. როდესაც არის ზოგადი რეაბილიტაცია, მაშინ ხდება განგწელილად და შენ ფაქტურად თავიდან იწყებ გააჩნია ტრავმას, სიარულს, ადაპტირებას საზოგადოებასთან, საკუთარ თავთან, მაგრამ როდესაც სპორტსმენი არის ცუდად, იმისთვის ეს 4-მაგი, 5-მაგი უფრო მეტი დატვირთვის მქონე სტრესია, იმიტომ რომ საკუთარ სხეულს 100%-ით ფლობს, მენტალურად ძლიერია, ჩამოყალიბებულია, შემდგარია, ეგოც აქვს უკვე, იმიტომ რომ არის რაღაცა სპორტის მიმდევარი და არის ჩემპიონი სიტუაცია თქმის, უცებ იღებულობს ტრავმას და უნდა ყველაფერს ასპარეზობას ჩამოაკლდეს და შემდგომში მოხდეს ისეთი ვარიანტი, რომ ან საერთოდ დატოვოს სპორტი, ან და სწრაფად რეაბილიტირდეს იმისთვის, რომ შეძლოს ასპარეზობა. ეს ყველაფერი რეაბილიტოლოგებზეა დამოკიდებული, როგორი სტრუქტურით იმუშავებენ, რა მკურნალობის სისტემას შესთავაზებენ, ფსიქოლოგიურად როგორ მიუდგებიან, რამდენად გაამხნევებენ ავადმყოფობის პერიოდში რეაბილიტაციას გავდივარ უწუთას მეც. და ეს გეტყვით საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია, როცა იცი რომ სხეული გამორჩილება და უცებ შესაძლებელია ვერ გააკეთო ის, რაც შენთვის ნორმალურია, არ გამოგდის კარგად და აქედან გამომდინარე ეს სფეროთ შევისწავლე. კიდე რა გაინტერესებს? ყველაზე გითხოვთ. ყველაზე ხშირად და ყველაზე რთული ტრავმა რა არის ამ სპორტში? ტრავმები სხვადასხვანაირია. იმის მიხედვით, რა ასაკის არის ბავშვი, ან მოზარდი, ან და როგორი სახით ხდება ჩემპიონატის ჩატარება. კონკრეტულად კარატეზე ვისაუბროთ, თუ უშუზე, კინგბოქსზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა სფეროებთანაც მოიხსნება. ყბასახის, ქალატვინის ფალანგები, იმიტომ რომ უმეტესად ძიუდოისტებსაც და კარატისტებსაც გვაქვს არასწორი პოზიციიდან გამომდინარე ფალანგების ტრავმები. გუნკერდის ტრავმა კიოკუშინკაი კარატეში ხშირად არის, იმიტომ რომ +18-ში არ ხდება არანაირი დაცვის გამოყენება. პატარებში არის შლემი, ჩაფხუტი, კაპი, კენტუსები, ფუტები, ფეხის დამცავი საშუალებები, აგრეთვე ეგრეთ წოდებული ნიჟარა, რომელიც პახს იცავს და ეს ყველაფერი ასე თუ ისე რაღაცნაირად დამცვას უზრუნველყოფს ბავშვისას, მაგრამ +18-ში, როდესაც უკვე სრულწლოვანია ბავშვი და გადის საბრძოლველად, ბავშვი არა ადამიანი, იქ უკვე სრული კონტაქტია, კიოკუშინკაის გულისხმობ, იქ არ ხდება არანაირი დაცვის გაკეთება, შიშველი ხელით გიწევს ბრძოლა. აქედან გამომდინარე, ტრავმები გუნკერდის ტერიტორიაზე, სადაც გაცვლა არ ხდება, უფრო მეტად ხშირია და სხვათა შორის ჩატეხილიც ხშირად გქონიათ ხოლმე ნეკნები, მერე ლავიწის ძვალი, ძალიან ბევრი ტრავმები. ანუ კონტაქტური სპორტის ნაწილია ტრავმა. კი, აუცილებლად. და ალბათ ისიც რომ რეაბილიტოლოგია ასე განვითარდა, ნუ მესმის უკიდი გზაც დიდია, მაგრამ განვითარდა, ესეც ამ სპორტის განვითარების დამსახურებაა, იმიტომ რომ არ იქნებოდა ტრავმა და არ იქნებოდა რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა. მოთხოვნიდან გამომდინარე გაიზარდა მიწოდებაც. და იმის მიხედვით, რაც პრობლემები შეიქმნა და რის წინაშეც სპორტსმენი დადგა და თვითონ ექიმთანაც მისვლის პერიოდში ხშირად უწუწუნია, ანუ უთქვამს, რომ ესეთი პრობლემები მაქვს, აქედან გამომდინარე, ექიმის განვითარებაც პოვა სხვადასხვა დარგებში
თავისთავი რა. კი, არ მე მახსოვს უბრალოდ რინგზე ვიყავი, ბოქსის რინგზე წავედი, რაღაც ჩართვა ჰქონდა დილაში და იქ გოგოები მეხმარებოდნენ ბოქსერები, რომ ანუ ახლა სწრაფად ჩაგწერეო, თორე ცოტა ხანშია შეიძლება ვერც გვიცო და გვიპოვო აქო და ანუ მივხვდი რა მხელა ტრაუმებთან აქვს საქმე, ხო, იქ სრული კონტაქტია, კიდევ სახეშულად უნდა ერთმანეთს. თეონა, ჩვენ თქვენამდე საუბრობდით პროფესიულ გადაწყვეტაზე. საინტერესოა თქვენ თუ გქონიათ აი ამდენი წლის განმავლობაში ემოციური გადაღვა? კი. ეს ჩვეულებრივი მომენტია სპორტსმენისთვის. თუმცა ისევ და ისევ ვარჯიშით გამოდიხარ მაგ დროს, ისევ და ისევ ხვდები, რომ მხოლოდ და მხოლოდ შენ თუ უშველი შენ თავს, ამცირებ ვარჯიშის სისტემას, სტრატეგიას, დატვირთვას, სხვადასხვანაირი ვარჯიშის ინტერესზე. მაგალითად, აი მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ კარატის გარდა იოგით ვარ დაკავებული, კარატის გარდა პილატესით ვარ, ფიტნეს საერთაშორისო ტრენერიც ვარ და დიპლომირებული სპეციალისტი ამ განხრით. ანუ ვაერთებ ერთმანეთთან სხვადასხვა სახის სპორტის აქტივობებს, რომლებიც მომცემს განტვირთვის საშუალებას დატვირთული პროგრამიდან გამოსასვლელად, იმიტომ რომ ისევ და ისევ ვარჯიშით შესაძლებელია ამაზე მუშაობა, მენტალურად მედიტაციების, პრანაიამას, უთქვითი კი, რაც აქტუალურია დღესდღეობით. თეონა, იცით რა მაინტერესებს? აი, რამდენად მოთხოვნადია ამ თანამედროვე ახალგაზრდებში თვითონ ეს სპორტი, იმიტომ რომ მე ბავშვობაში მახსოვს, რომ ჩვენს ბავშვობაში ყველას გვინდოდა გოგოებს განსაკუთრებით და ძალიან აქტუალური იყო. ეხლა რა მდგომარეობაა? მე მგონი ახლა უფრო ბევრად, იმიტომ რომ 91 წლიდან ვარჯიშობ მე და იმ პერიოდში ცოტა აკრძალვებიც იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, სკოლაშიც მქონდა პრობლემები. კი და გოგოს მომდებოდა ეს რაღაცა უხერხული მომენტი იყო, როგორ შეიძლება გოგო კარატეზე წავიდეს. კი ბატონო და რაღაცნაირად იყო აგრესიის ვარიანტი. ეს სტერეოტიპი აღარ არის. და ახლა ამ შემთხვევაში თვითონ კარატემ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავის სამყაროში და სოფლიო დონეზე, სხვადასხვა დარგებში. აქედან გამომდინარე, ქალიც გახდა ბევრად უფრო სტატუსებრივად აქტიური და დაფასებული საზოგადოებაში, რამაც განაპირობა მათი ფიზიკური განვითარების მოთხოვნაც. და ფიზიკურ განვითარებას გარდა კარატისა რა მოგცემს ისეც, როგორცაც ეს სფერო, ხო? განვითარებს თავიდან ბოლომდე, არა მარტო როგორც ბოქსი ვთქვათ, მარტო ზემოთ და მარტო მხოლოდ დარტყმებით, არამედ მთლიანად თელს ხელს ანვითარებს. ხელები, ფეხები, ბლოკები, დარტყმები, კომბინაციები, ყველაფერი შედის. გაბრაზება არ შეიძლება მომხდარს. 36 წლიანი პრაქტიკა ალბათ გამშვიდებს კიდეც. თან აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებებს ხშირად ახლავთ პარალელურად რაღაც აი იოგა ახსენეთ, ხო? რაღაც ვარჯიშები, რომელიც ფიზიკურ კონტაქტს არ განაპირობა, მაგ ტაიჩი არსებობს, ხო? მთლიანად. აი იგივე მოძრაობებია თითქმის, მაგრამ რაღაც დარტყმის იმიტირების გარეშე და ეს ხალხიც რო შევხედოთ 90 წელს ზემოთაც კი ვარჯიშობს და შვენიერ ფორმაში არიან. ანუ ხო, კარგი იყოს კომენტარის სახით. ბოდიში პატარა. როგორ გიკეთებ? სანამ დაგაშტობებით მინდა მომიყვეთ თქვენს შვილებზე, რომლებიც ასევე აქტიურად არიან ჩართული ამ სპორტში და საკმაოდ წარმატებულებიც არიან. მოგვიყევით. ნუ ორი ბავშვი მყავს, 14 წლის ბიჭი ლუკა და 12 წლის გოგო ანა. 5 წლიდან დადიან ორივენი ვარჯიშობენ ჩვენთან კარატეზე გორგილაძის 91 ნომერში ბარტონ არტურ იუსტიანთან. კარგი მიღწევები აქვთ ჩემი გადასახედიდან, იმიტომ რომ მე ვარ მომთხოვნი დედა ძალიან საკმაოდ ჩემი თავიდან გამომდინარე. მეც ვითხოვ მათგან და ისინიც არ ასე რომ ვთქვათ, იმეც არ მიცრუებენ. ვარჯიშობთ ყოველ დღე. დარბაზში დარწმუნებული ვარ, დედა არ იქნებით. არა, ძვაკაცი. ძვაკაცი მეგობარი მრჩეველი. პროფესიონალი ხართ, რომ აი ყველა შეცდომაზე ალბათ კომენტარს გავუკეთებ. კი, როდესაც არჩევანი იყო თუ თქვენი იქონიეთ გარკვეული გავლენა? იცით რა, მე ყოველთვის მინდოდა რომ თუ კი შვილები მეყოლებოდა, განსაკუთრებით ბიჭი, გოგოსაც რა თქმა უნდა, აუცილებლად მივუყვანდი აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე, განსაკუთრებით კარატეზე. და ეს იყო იმდენად ჩემში თანერგილი და გააზრებული, შესისხორცებული უკვე იდეა ფიქსი, რომ არც მიფიქრია სხვა სპორტზე, არც მქონია არანაირი სურვილი, რომ რაიმე სხვა სპორტით დაინტერესებულიყვნენ, თუმცა თუ კი რომელიმე მათგანს ექნება რაიმე ინტერესი და სურვილი, აუცილებლად გავითვალისწინებ, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ცოტა ძნელად ჩაანაცვლებს რომელიმე სპორტის სხვა სახეობის კარატეს და თუნდაც იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ დარბაზში ბავშვებს. ნუ ერთადერთი ცურვა არ ვათ, იმიტომ რომ მენტალურად უფრო წყალი აწყდარებს და განტვირთვას კარგს უკეთებს ორგანიზმს, თუმცა სხვა დანარჩენი რეაბილიტაციის მხრივ, მენტალური ჯანმრთელობის მხრივ, ფსიქოემოციური ჯანმრთელობის მხრივ, ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ კარატე აბსოლუტურად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. და
თან თქვენი მიღწევებიც მოწმობს იმას, ახლა მესამე დანის ქონა შავი ქამრის ხუმრობა არ არის 10-ია სულ. ნახევარი რო გაქცეული? მოკლედ მე ძალიან მეწყინა რომ ეს სიტყვა ვერ ვთქვი. კიოკუშინკაი, აი ვკითხულობდი ორჯერ რომ სწორად მეთქვა. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ. დავშტობოთ ხო ჩვენს. კარგად ბრძანდებოდეთ თქვენს მაყურებელსაც. მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა თქვენს. კარგად ბრძანდებოდეთ.